გამარჯობა, თქვენ უყურებთ ჯაფარას პოდკასტს. ჩვენი მხარდამჭერია სოკარი და დღეს გვაქვს ძალიან ისეთი თემა, რომელთაც მე ბოლო პერიოდში ძალიან დავინტერესდი, ეს არის კროსფიტი. და ესეთი ამ ტიპის ვარჯიშები სტუმარი არის მწვრთნელი ირაკლი ყვაშილავა და ვილაპარაკებთ დღეს კროსფიტზე, რა არის ეს კროსფიტი, საიდან მოდის, როგორი ვარჯიშებია, რა სტერეოტიპები არსებობს კროსფიტის მიმართ, რომ რაღაცა თითქოს ეს ყველასთვის არ არის ძალიან ძნელია, ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერს შევეხებით. სანამ დავიწყებთ იმით, რა არის კროსფიტი, მოდი შენ გაგვეცანი და რაღაცა მოკლე ისტორია შენი, როგორ მოხვედი კროსფიტამდე. იყავი ფეხბურთელი კი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია რომ ჩვენ რაღაც ესე დარბაზიდან გავიცანით ერთმანეთი და მოვედით აქამდე რომ გვინდა რომ ეს თემა ჩავშალოთ მაქსიმალურად ღრმად და ალბათ საჭიროც არის, იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებით იმ ხალხს ვისაც შეხება არ ქონია ცოტა ისეთი წარმოდგენა აქვს რომ რაღაცა კროსფიტი არის ვარჯიში ტიპის, სადაც უნდა იყო განსაკუთრებით რაღაც მომზადებული ამ ვარჯიშისთვის, ან რაღაც კონკრეტული ფიზიკური შესაძლებლობები უნდა გქონდეს. და ხა გვექნება შანსი რომ აქ თემასაც ჩავყვეთ, რომ რეალურად კროსფიტი არის ყველასთვის, ნებისმიერი ასაკის და ტიპის ადამიანისთვის რა. მე აქ კიდე დავამატებ ჩემ პირად გამოცდილებას, ჩემ წარმოდგენაში ხმედ დიდი ხანია ვარჯიშობ და რაღაც ესე დავინახე, რომ აი ვისაც კროსფიტი არ გამოუცდია და თქვა დადის დარბაზში რა, აი როცა არ ვარჯიშობ და მე დარბაზში იწყებ რეგულარულად სიარულს. შენ რაღაც ცხოვრება ხო რაღაცა იცვლება ხო რაღაცა თუ სწორად ვარჯიშობ და იკვები, კუნთის მასა გემატება, წონას კარგავ, რაღაცა განწყობაზე მოქმედებს, რაღაცა. ანუ კროსფიტი არის ჩათვალე, რომ კიდე აქედან კიდე ერთი ზუსტად მაგ ხელსაფეხურით ადიხარ რა, ჩემთვის ეგეთი ეფექტი ქონდა ჩემზე. რომ უკვე ეს უბრალოდ დარბაზში სიარული და ტრენაჟორებზე ვარჯიში უკვე რაღაცა არასაკმარისი გახდა რა, რომ ვიცი რომ შეიძლება დარბაზში მივხვიდე და კროსფიტი გააკეთო და ეგრე ვარჯიშო და მე ეგეთი ეფექტი მოგცეს. პირადად მე ალბათ მეტი 5-6 ვარჯიშის მერე უკვე დავინახე შედეგი, ანუ საგრძნობის შედეგი საკუთარ თავზე და როგორც ვიზუალურად ალბათ, როგორც ვიზუალურად, მენტალურად ხო და წარმოდგენა შემეცვალა ვარჯიშზე რა. ხო, ნუ ხა განსხვავება ფიტნესისგან და კროსფიტისგან არის ის, რომ რავი, ხა ფიტნეს ვინც ვარჯიშობს, მიზანის შედეგი რაც გვინდა რომ გქონდეს, არის რომ რაღაც ვიზუალურად სარკეში რო ჩავიხედებით, ჩვენი ფიგურა შეიცვალოს, ხო? ანუ რეალურად ანუ ძალიან დიდი აქცენტი კეთდება კვებაზე, ოღონდ ეს კვებაზე კეთდება აქცენტი, რავი, აი კალორიების დათვლა გიწევს, ნახშირ წყლების, ცილების, ცხიმების დათვლა გიწევს. ნუ კროსფიტშიც ხდება, უნდა დაითვალოთ, ანუ კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მაინც ასე თუ ისე არ ხარ, ანუ აქცენტს არ აკეთებ ფიგურის ცვლაზე რა, უფრო სხვა მიზანი გაქვს, ანუ სარკეში არ იყურები. ეგა თავისი ჩვება მაგას ფიგურა. რეალურად, ანუ ვიზუალურადაც შედეგი მოდის, მაგრამ ანუ ყველაზე დიდი დავარაზეც არის, რომ აი ფიტნესი თუ კროსფიტი, ნუ განსხვავებები მაინც არის. ფიტნესი ალბათ უფრო ვიზუალურად უფრო შეგცვლის, მეც ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ხა ორივეს გამოცდილება რომ მივიღებ, ნახე რომ რაღაც იზოლირებული ვარჯიშები გჭირდება რომ ვიზუალურად შეიცვალო, მაგრამ კროსფიტს ვაფშე სხვა ბენეფიტები აქვს. ნუ ვიზუალურადაც რა თქმა უნდა მოქმედებს ფიგურას შეცვლის, მაგრამ უფრო ვფიქრობ რომ ფსიქოლოგიურად უფრო მოქმედებს. შეუძლია რომ აი გაცილებით შეცვალოს შენი ცხოვრების სტილი, გაცილებით შეცვალოს ხარისხი შენი ცხოვრების, არა მარტო დარბაზში, არამედ დარბაზ გარეთაც რა. კაი, შენ როგორ მოხვედი კროსფიტამდე და მე გავაგრძელოთ რა არის კონკრეტულად როგორი ვარჯიშები. ჩემი ეს სპორტში მოღვაწეობა დაიწყო 6 წლის ასაკიდან, ფეხბურთით დავიწყე. ნუ ბავშვობიდანვე მახასიათებდა, ანუ არ ვიყავი ისე რომ რაღაც ან რეჟიმი არ მქონოდა, რაღაც არაფერთან პრობლემა არ მქონდა, ყოველთვის რაღაც ისე ვიყავი პროფესიონალურად უდგებოდი ფეხბურთსაც და ნუ რაღაც ეტაპზე მოხდა ისე რომ რაღაც ორი სერიოზული ტრავმა მივიღე მუხლზე. მომიწია 2-3 წლიანი რეაბილიტაციები, 2 ოპერაცია. რეალურად მე თვითონაც უკვე ვაცნობიერებდი, რომ ისეთ შედეგამდე ვიყავი მისული, რომ ამ მუხლით პროფესიონალურ ფეხბურთში ალბათ გამიჭირდებოდა რაღაც იმ დონემდე მისვლა, რაც რეალურად უნდა გქონდეს პროფესიონალურ ფეხბურთელს.
ხო და ნუ აი ესე სადაც 15 წლის ვიყავი, რომ პირველად დავიწყე ვარჯიში დარბაზში პერსონალურ მწვრთნელთან ერთად. ძალიან გამიმართლა სხვათა შორის მწვრთნელი ვინც ყავდა ყველასთან, იმიტომ რომ პირველი მწვრთნელი ვინც შემხვდა ირაკლი კობახიძე, სნეპში ყაზბეგზე დავიწყე სიარული. ყოფილი ფეხბურთელი იყო თვითონაც და ნუ ასე თუ ისე იცოდა რომ ფეხბურთელს არ ჭირდებოდა ეს ტრენაჟორები და იზოლირებული ვარჯიშები, მჭირდებოდა უფრო აქცენტი ძალაზე და გამძლეობაზე. ანუ ესე შენ რომ დაიწყე ვარჯიში ის რა იყო მიზანი ისთვის დაიწყე? უბრალოდ ნუ ესე დარბაზში ვარჯიში რომ დავიწყე იყო მაგას ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესება, იმიტომ რომ ზოგადად ეხლა უკვე ეს თემა წამოვიდა, აქტუალურია და საკმაოდ განვითარდა, მაგრამ მაგ პერიოდში ძალიან დიდი კრიტიკა იყო ზოგადად ქართველი სპორტსმენების მიმართ, რომ ანუ ფიზიკური მონაცემები ძალიან ჩამორჩებოდით დაუშვათ ევროპაში მოთამაშეან ფეხბურთელებს ან სპორტსმენებს, ვინც მოღვაწეობენ და ნუ ესე გადავწყვიტე 15 წლის ასაკიდან, ნუ ალბათ საიდანაც უნდა იწყებოდეს უკვე ფიზიკური ვარჯიშის სპორტსმენისთვის, ავიყვანე პერსონალური მწვრთნელი. ხო, მაგრამ შენ უკვე კარიერა აღარ ქონდა გეგმაში. არა, მაგ დროს მქონდა. ანუ აქტიურად ვიყავი. კი, სადღაც აქტიურად ვიყავი. ეს ოპერაციების მერე ოპერაციამდე ხდება ეს. ეს უცებ გავიგე რომ ოპერაცია გაკეთე, მე ისე დავბრუნდი დარბაზში. კი, ოპერაციამდე ხდება 15 წლის ასაკში, პირველად რომ დარბაზში შევედი და ნუ მაგიტო გამიმართლა, რომ ანუ შემხვდა ადამიანი, ვინც იცოდა რა ჭირდებოდა ფეხბურთელს რა. დავიწყეთ ფუნქციური ვარჯიში, ანუ იქაც აქცენტი მქონდა სულ ფუნქციაზე, ძალაზე, გამძლეობაზე და ასე შემდეგ. ანუ აი პირველი ჩემი დარბაზში შესვლა ასოცირდება ფუნქციურ ვარჯიშებთან, ფეთქებადობასთან, ძალასთან, თან საკმაოდ მაღალი ინტენსივობით. ანუ მე ესე არ ვიცოდი ეს CrossFit-ია, მაშინ საერთოდ გაგონილიც არ მქონდა, მაგრამ ესე გამოვიდა რომ გამიმართლა მაგ ხრივ, ანუ თავიდანვე მივეჩვიე რაღაცა მაღალ ინტენსივობას და მივეჩვიე იმას, რომ ყველა ვარჯიშზე ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავი და ხო, ესეც მე ჩავშალოთ ფუნქციური ასნიშნავს CrossFit-ი ეს რაღაცა ერთი ის არის სფეროარი თითქოს ბუნდოვანი რა რაღაცა ისეთი და ან ჯერ ის გავაგრძელოთ შენ დაამთავრე როგორ გახდით მწვრთნელი და მე ანუ ამ ყველაფერს მოყვა ის რომ რაღაც 17 წლის ასაკში პირველი ტრავმა, ოპერაცია ძალიან ისე ფსიქოლოგიურად რთული ეტაპების გავლა მომიწია. ნუ ერთ-ერთ თამაშზე რაღაცა ისეთი, ანუ სათამაშო სიტუაცია კონტაქტური იყო რა, ანუ ესე რაღაცა მე არ მქონია არასდროს რაღაც ისეთი ან ქრონიკული რაღაცა არ მქონია, პირიქით ძალიან ჯანმრთელი ვიყავი სეზონში შემეძლო რომ იმ პერიოდში რაღაც უფროსებში თამაშობდი, შემეძლო 30 თამაში მითამაშე ჩვეულებრივად. არანაირი ესე რაღაცა პრობლემა არ მქონია, ესე ვთქვათ. უბრალოდ რაღაც კონტაქტური სიტუაცია იყო და ფეხი დამრჩა ცუდად და გავიწყვიტე მაგ დროს ჯვარედინი იოგები და მედიალური იოგი. ну პლუს მე ლატერალური მედიალური მენისკიც ორივე გაგლეჯილი იყო რა. და ნუ აი ძალიან რთული ეტაპის გავლა მომიწია, იმიტომ რომ ეხა მაგას აქში მით უმეტეს იმდენად სენსიტიური ასაკი არის, სადაც აი თამაში გინდა, ისეთი ასაკია, სადაც ალბათ ყველაზე მეტად უნდა გამოჩნდეს ფეხბურთელი. მომიწია სახში ჯდომა და წოლა და ნუ მაგასთან შეგუება ცალკე საკითხი იყო. ნუ გავიარე ეს ეტაპი, ყველაფერი დაახლოებით 1 წელი დამჭირდა და სადღაც პირველი ოპერაციიდან წელიწად ნახევარში ერთ-ერთ თამაშზე ისევ უკვე კონტაქტის გარეშე ალბათ არ იყო მზად ჩემი მუხლი მაგ დატვირთვისთვის განმეორდა ტრავმა. ანუ ისევ გავიწყვიტე ჯვარედინი, ისევ მედიალური იოგი და ნუ ესე გამოვიდა რომ იგივე ხო? ისევ დამჭირდა ოპერაციის გაკეთება მეორედ, მაგრამ ნუ ეხა მუხლს რო შევეხოთ, ანუ ერთხელ რო ოპერაციას გაიკეთებ, მუხლზე და რაღაც პროფესიონალურ სპორტში გინდა ძალიან რთულია დაბრუნება. ნუ სადღაც ალბათ 60-70% ბრუნდება აქტიურად პროფესიონალურ სპორტში და მეორედ რო გავიწყვიტა, ნუ აი პირდაპირ მითხეს, რომ სადღაც ალბათ 20-30%-ია შანსი, რომ დაბრუნდე რა. მაგრამ ნუ ასაკიდან გამომდინარე და ის რომ რაღაცა ხასიათი მქონდა ისეთი, რომ ანუ შანსი არ იყო, რომ არ მეცადა ისევ თავიდან, აუდექი და ისევ დავიწყე რეაბილიტაცია, მაგრამ ეხა უკვე 1 წელი კი არა, 2 წელი დამჭირდა. სადღაც 6 თვე საერთოდ ვერც დავრბოდი, რაღაცა გამართულად ვერ დავდიოდი, მუხლს ბოლომდე ვერ ვშლიდი. ну სიმართლე რო თქვა, აი ფსიქოლოგიურად ალბათ რავი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემთვის რა. ვერ იხარჯები ბოლომდე ვარჯიშზე, იმიტომ რომ არ მოყვება მუხლი, შეგძება გაქვს თითქოს, რომ რაღაც აი სხვისი მუხლით ხარ რეალურად რა. ხო და ნუ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დავბრუნდი მაინც სპორტში 2 წლის მერე.
ну ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღე ზოგადად ჩემს ხეულზე მაგ დროს, იმიტომ რომ ეხა მარტო მუხლი არ არის, მაგ დროს როცა რაღაც დიდი პაუზა გაქვს, ყველაფერი არის ამოვარდნილი ფორმიდან, ანუ ტონუსთან ამოვარდნილი ხარ მთლიანად და მომიწია თელის ხეულის ათვისება თავიდან, ესე რომ ვთქვათ. ეს იქნებოდა, რავი, კოჭის სახსარი, მუხლის, წელი თავიდან ბოლომდე და ანუ მომიწია ასე ვთქვათ, ჩემის ხეულის შესწავლა და ანატომიის შესწავლა თავიდან ბოლომდე. საბოლოოდ მაინც ესე რაღაცა ჩემი ცოდნით და მე მაინც კიდე ფიქრობდი რომ გააგრძელებდი, ხო? კი, ანუ არა, გავაგრძელე კიდეც დაუბრუნდი სპორტში. და ანუ რაღაც ისე ვიყავი ფსიქოლოგიურად, რომ ეგრევე გადავწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა და პოლონეთში წავედი სათამაშოდ რა. მაშინ უკვე 20 წლის ვიყავი დაახლოებით. იქ რო ჩავედი კიდე ზემოდან დაემატა ახალი ფსიქოლოგიური წნეხები, რომ ნუ უცხო ქვეყანაში, ნუ ეხა ინგლისურს ვფლობდი მაშინ, მაგრამ მაინც იქ პოლონურად საუბრობენ, პლუს მე იქ უნდა დაიმკვიდრო თავი. აქედან თან ეს მუხლი არისო ეხა რაც არ უნდა მაგრად დაუბრუნებულიყავი, მაინც გაწუხებს რა. არის ტკივილები, რაღაც ეტაპზე მიწევდა რაღაც ტკივილგამაყუჩებლი თამაში. ანუ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ რაღაც 6-7 თვის მერე, როცა მივხვდი უკვე, რომ რაღაც მიკროტრაუმები წამოვიდა, ანუ რეალურად მუხლი მიშვებდა. მაგრამ ნუ სხეული მანიშნებდა, რომ იმხელა ანთებითი პროცესები მიდიოდა. ამ დატვირთვის დროს, როცა უკვე იქ უზრდიდი სათამაშო დროს უკვე მთლიანი თამაში ვითამაშე, რამოდენიმე რომ ანუ სხეული მეუბნებოდა, რომ აღარ ვიყავი მზად მაგ ყველაფრისთვის რა. ნუ ესე გამოვიდა საბოლოოდ, რომ მე დავბრუნდი საქართველოში. და აი მაშინ დაიწყო ჩემი პირველი ეტაპი CrossFit-ის. ალბათ მივედი ივიკო ერგემლიძესთან, ივიკოს кейჯში. ну იქამდეც როგორც თქვი აქტიურად ვიყავი ესე დაკავებული ფუნქციონალურად. მანდრა იყო мотиваცია უკვე ხელი ჩაიქნია ასე ვთქვათ კარიერაზე. мотиваცია რეალურად იყო რომ ანუ აი ყოველთვის მქონდა ისეთი განცდა რომ ანუ აი ესე დარბაზში მისვლის დროს რაღაც იზოლირებული ვარჯიშების კეთების დროს ან რაღაც მსგავსის დროს ანუ ბოლომდე არ ვიხარჯებოდი ესეთი განცდა მქონდა სულ რა და არ მაკმაყოფილებდა რა, ანუ შეიძლებოდა რაღაც იზოლირებულად ხარისხიანად მევარჯიშა, მაგრამ თითქოს რო გამოდიოდი შეგრძნება მაინც ისეთი იყო, რომ რაღაცა ბოლომდე არ დავიხარჯე და ასე შემდეგ რა და რადგან გამოცდილება მქონდა აი რო თქვი რომ თავიდან 15 წლის ასაკში სადაც დავიწყე ფუნქციური ვარჯიშის, მივხვდი რომ რაღაცა მსგავსი მჭირდებოდა რა და ნუ მაშინ აღმოვაჩინე ნუ ივიკოსთან დაახლოებით რო ხედავდი რომ რა ტიპის დატვირთვა იყო, გადავწყვიტე ივიკოსთან მისვლა რა. ესე რომ აი კონკრეტულად ესე CrossFit-ზე არ მქონდა მაშინ ფიქრი რომ CrossFit-ზე გამეკეთებინა აქცენტი, ესე ინფორმაცია დიდად არ მქონდა, მაგრამ რომ ხედავდი რომ ფუნქციური ვარჯიში იყო, გადავწყვიტე მისვლა. ანუ გარემო იყო ისეთი, რაღაც გარედანაც ჩანდა რომ შეკრული გარემო და ასე შემდეგ, რაც ჩემთვის მაგ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად დაკარგული მქონდა ჩემი თავი, იმიტომ რომ აი 15 წელი რო ერთი და იგივე საქმეში ხარ და უცბად თავდება ყველაფერი, ძალიან რთულია რა და ალბათ რაღაც გარემო მჭირდებოდა ისეთი, სადაც მოხდებოდა ჩემი ასე ვთქვათ, აი ეს სპორტული დეპრესია რაც არის, რადგანაც შენ თავს კარგავ. მთლიანად მაგ ყველაფრიდან გამოსვლა რა და ნუ დავიწყე ივიკოსთან რა. პირველი შტაბი ივიკოს кейჯის სტორიებს და პოსტებს რო გადახედო, ადამიანებსაც არ უცდია შეცდა შეგეშინდეს თავიდან, იქ ისეთი რაღაცები ხდება და ისეთი ნუ სხვათა შორის მეც ინტენსიური ვარჯიშებია და კი ვერ მოვიტყუები რომ არ მქონდა, მიუხედავად იმისა რომ რაღაც გამოსtildeება. ხო, შეგეშინდეს იმ მხრივ რომ იფიქრებ რომ ეს ამას ვერ იზავდა შენთვის არ არის, მაგრამ აი ზუსტად ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხება, რომ ანუ მეც მქონდა იქ განცდა და ალბათ ვინც მინახავს რომ იქ მოდიოდა ახალი კი არა, ანუ ყოველდღე ის ადამიანები, ვინც უკვე აქტიურად ვარჯიშობდნენ кейჯში ივიკოსთან, ყოველდღე რომ მოდიოდნენ, რაღაც აი ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა ჩემი ჩათვლით, რომ რაღაცა კიდე სიახლისთვის ემზადები და აი ცოტა დაძაბული მოდიხარ ვარჯიშზე, რომ აი რა დაიწერება ახლა დაფაზე, რომ რისი გაკეთება მოგვიწევს. ხო, მე ჩემ წარმოდგენაშიც მეც პირველად ივიკო იყო, ვინც დავინახე რომ ამას აკეთებდა, შეიძლება მანამდე იყვნენ სხვები, მაგრამ მე არ ვიცი, მაგრამ მე მგონი პირველად ვინც ესე რაღაცა ნუ ივიკო ერთ-ერთი პირველი იყო რა. როგორც გამ მასშტაბზე დაიწყო კეთება და პოპულარიზაცია ამ თემის, მე მგონი ივიკო იყო, ხო? ნუ ივიკომ ჩემი აზრით რა, აი ყველაზე დიდი ძლიერი მხარე ივიკოს რაც ჰქონდა იყო ის community და ის ხალხის შეკრიბა ერთად. სადაც ნუ აი CrossFit-ის ჯგუფური ვარჯიშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუღამი, რომ აი
გეგონება შიგნით რომ შედიხარ, აი შეიძლება საერთოდ 1 საათი ნახულობდი ადამიანს ან საათნახევარი, მაგრამ ისეთ შეგრძნებას ტოვებდნენ იქ რომ მივდიოდი, რომ აი მთელი დღე ერთად ვიყავით, ან რაღაც მთელი ცხოვრება ერთად ქონდა გატარებული, იმდენად შეკრულები იყვნენ ერთმანეთთან რა და ნუ ეს ვარჯიშის პროცესზე და ხარისხზეც ძალიან ისახება რა, ანუ როგორ უყურებ რომ 10 კაცი ერთ კაცს გამხნევებს, რომ აი რაღაც კონკრეტული სავარჯიშო გაქვს დასამთავრებელი, ძალიან მოქმედებდა რა. და ნუ აქ ეს იყო უკვე CrossFit-თან შენი შეხება და ნუ მე კი, ნუ პირველი შეხება მანდ იყო CrossFit-თან, ივიკოსთან დავიწყე თავიდან, მაგრამ ნუ უკვე დავინახე რომ უკვე რაღაც განსხვავებული შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში და ჩემ სავარჯიშო სტილში, იმიტომ რომ ანუ ფუნქციური ვარჯიში კი ნუ გამოცდილება მქონდა, მაგრამ უკვე შემოვიდა იქ ესე ვთქვათ შტანგა ჩემ ცხოვრებაში, ანუ სადაც უკვე რაღაც ოლიმპიური მოძრაობების გაკეთება გიწევს კლინის ნეტში და ანუ 1000 მოძრაობა არის კიდე. რაღაც ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის. ქართულად აკურადა ატაცრო ეძახიანი. კი, აკურადაც კი და ნუ აი ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის და იმდენად აი შემიყვარდა ეს ყველაფერი, პლუს ფუნქციური ვარჯიში თან შენ თვითონაც შეამჩნევდი რომ ანუ ყველა მოძრაობა კეთდება რაღაც ინერციის ხარჯზე და რაღაც აქცენტი არ კეთდება რაღაც კონკრეტული კუნთის იზოლაციაზე რა და ნუ აი მან და საერთოდ არ მქონდა გადაწყვეტილი, ანუ გეგმაშიც არ მქონდა რაღაც CrossFit-ის მწვრთნელი გამხდარიყავი. უბრალოდ მე რაღაც ეტაპის მერე რომ უკვე რაღაც განვითარება მინდოდა და მინდოდა რომ რაღაც პროფესიონალური სახე მიმეცა ზოგადად ანუ დარბაზისკენ და ესე ვთქვათ ფიტნესისკენ, არა მხოლოდ CrossFit-ისკენ. გადავწყვიტე რომ რაღაც სერტიფიცირება გამიარა პირველ რიგში, ნუ გავიარე სერტიფიცირება. რაღაც წარმატებით დავამთავრე და ნუ ისე გამოვიდა რომ ამ სერტიფიცირების დროსაც დავიწყე მწვრთნელად მუშაობა რა. სიმართლე რო გითხრა ამ პროცესში, როდესაც დავიწყე მუშაობა მწვრთნელად, უფრო განვითარდი, იმიტომ რომ უკვე მიწევდა ყველა ტიპის ადამიანთან შეხება სათითაოდ და პროცესში მეც ძალიან ვსწავლობდი თავიდან ყველაფერს, იმიტომ რომ ნუ ყველას სხვადასხვა აგებულება აქვს, ყველას სხვადასხვა მოქნილობა აქვს და ისე დეტალებში მიწევდა ჩასვლა, რომ ანუ მე თვითონაც მე ჩემ სავარჯიშო პროცესში ძალიან მადგებოდა რა. ანუ აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე რომ რადგან უკვე პროფესიონალურად შევეხე ამ თემას, დავიწყე weightlifter-ებთან სიარული, ჩემი მეგობარი არის რეზი დავითაძე, საქართველოს ნაკრების წევრია. დავიწყე მასთან სიარული, რომ უკვე ანუ weightlifting-ი კიდე სულ სხვა განზომილებაა საერთოდ, იქ ტექნიკის რავი 100%-ის სიზუსტე ხდება, იმიტომ რომ გიწევს ერთხელ მისვლა წონაზე და რაღაც ძალიან დიდ წონებზე არის საუბარი. დავიწყე რეზისთან სიარული, რომ აი დეტალურად დამეხვეწა ტექნიკა weightlifting-ის, რაც მე უნდა გამომეყენებინა CrossFit-ში რა. იქ დავინახე რომ ანუ იქაც განსხვავდება სრულიად ესე CrossFit-ის weightlifting-ის ტექნიკა და ზოგადად ძალოსნობის ანუ ცალკე როგორც სპორტის, იმიტომ რომ CrossFit-ში გინდა არ გინდა გიწევს რაღაცა კონკრეტული მოძრაობის კეთება დაუშვათ 5-ჯერ ან 10-ჯერ რაღაცა დროში უნდა ჩაეტიო. იქ ტექნიკის ანუ ესე ზუსტი დასმა არ ხდება რა, რაც არ უნდა სწორად დაიწყოს, სადღაც როცა უკვე იღლები გონებრივადაც და ფიზიკურადაც, ნუ ტექნიკა ირევა, მაგრამ ნუ მაინც მინდოდა რომ მაქსიმალურად იმ 10 მოძრაობაში მაინც მე ფიქრა და გონებრივად სწორად გამეკეთებინა ის მოძრაობა, რომ რაღაც ტრამვები ამერიდებინა რა. ალბათ მაგიტომ არის რომ ანუ ეს CrossFit-ი ზოგადად ასოცირებული არის ტრამვებთან, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რაღაცის კეთება დროში გიწევს და მაქსიმალურად სწრაფად უნდა ჩაეტიო ამ დროში, ტექნიკის ზუსტი დასმა ვერ ხდება რა, ანუ სადღაც მაინც ურევ, მაგრამ უნდა ეცადო რომ მაქსიმალურად მაინც რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდე რა, რაღაც კონკრეტული ადგილები არის, რასაც უნდა გავუფრთხილდე, განსაკუთრებით შენც ალბათ მოისმენდი ვარჯიშის დროს, რომ პირველი რასაც ყვირი ვარ არის ხოლმე რომ წელი გაასწორე. ხო. ამის გავსწავლე. აი, როგორ შეიძლება აღწეროთ CrossFit-ის ვარჯიშები, იმისთვისაც არ უნახავს ეს და არ გამოუცდია. ნუ CrossFit-ი ზოგადად მოდის დაიწყო 90-იანებში, როცა იყო ანუ პირველი ტანმოვარჯიშე Greg Glassman-ი, ვინც შემოიტანა საერთოდ CrossFit-ი, ნუ 2020 წლამდე იყო კიდეც ამ კომპანიის სათავეში, ანუ CrossFit-ი არის კერძო კომპანია რა. საერთოდ განსხვავებული სისტემა აქვს, ანუ მათი ფრენჩაიზი არ არის რაღაც ჩვეულებრივი ფრენჩაიზი. შედარებით ვფიქრობ, რომ თავისუფალი არის უფრო, იმიტომ რომ ანუ ესე რომ მოგინდეს რომ დარბას დაარქვა რაღაც CrossFit რაღაც კონკრეტული სახელი,
მაგისთვის გჭირდება ლიცენზია, რაღაც კონკრეტულ თანხას იხდი, მაგრამ მაგ ყველაფრისთვის გჭირდება დარბაზში ადამიანი, ვისაც თვითონ რაღაც level 1 CrossFit-ის ლიცენზია მაინც აქვს რა. მე შეგიძლია რომ თვითონ ბრენდის სახელი გამოიყენო. ანუ ყველაფერი ძალიან ისე არის პროფესიონალურად ხდება რა. 2020 წლამდე ეს Glassman-ი ედგა CrossFit სათავეში მე რაღაცა მიზეზების გამო ჩაიხსნა და ახალი ხელმძღვანელობა ყავთ რა. თავიდან დაიწყო ესე როგორც იყო თვითონ ტანმოვარჯიშე და აქცენტს მაინც აკეთებდა ამ weightlifting-ზე და რაღაც ფუნქციურ ვარჯიშებზე რა და მე ეტაპობრივად განვითარდა, შეიქმნა ბრენდი, ლოგო. უკვე სხვა დარბაზებიც ჩაერთვენ ამ ყველაფერში, დაიწყო ლიცენზირება, დაიწყო მე CrossFit Games-ები და პროფესიონალური სახე მიეცა ამ ყველაფერს. ხო, მე მახსოვს Reebok-მა გამოუშვა ცალკე ხაზი CrossFit-ის ტანსაცმელის, ხო რაღაცა არის იქ კიდე სპეციფიკა, რომელიც ბოტასი იქნება რაღაცა, რომელიც საჭიროა ამისთვის. არის ორი ტიპის ფეხსაცმელი, არის CrossFit shoes-ები, არის კიდე ცალკე weightlifting-ის ფეხსაცმელი, ეგრეთ წოდებულ შტანგეტკებს ეძახიან. ორივე შედარებით განსხვავებულია, მანდ აქცენტი არის რომ ფეხსაცმლის ქუსლი უნდა იყოს მყარი რა. განსხვავება ეხა ამ შტანგეტკებს შორის და CrossFit-ის ფეხსაცმლებს შორის ალბათ არის რომ CrossFit-ის ფეხსაცმელი შედარებით მაინც ფუნქციური უნდა იყოს, იმიტომ რომ გიწევს რაღაც ყურძე შეხტომა, სირბილი და 1000 მოძრაობა. ხა შტანგეტკებს ეს weightlifting-ის ფეხსაცმელს ეგ ფუნქცია, არ ჭირდება და ბევრად მყარი არის ამ დროს ქუსლი რა, განსხვავებული არის. მაგრამ თუ რაღაცა დიდ წონებზე მიდიხარ ისეთზე რომ რაღაც რისკი არის ტრამვის ან რაღაცის, მაინც ვფიქრობ რომ ეს შტანგეტკები ბევრად უფრო ისეთია რა, ადეკვატურია მაგ ყველაფრისთვის. ტანსაცმელი რაც შეიძლება მსუბუქი და ნაკლებად რომ შეგაწუხოს, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ ხოლმე ძირითადად ტანსაცმლის გარეშე ვარჯიშობ საერთოდ რა. ხო და მეც აი ბევრი ვისაც ნანახი იქნება რაღაცა, შემჩნეული იქნება რომ განსაკუთრებით კაცები რაღაც წელზევით ტიტულები ვარჯიშობენ მარტო შორტებით და თავიდან შეიძლება იფიქრო რომ ეს რაღაც სანახაობისთვის არის, მაგრამ მე ვარჯიშს რო იწყებ ხვდები რომ ისე ცხელა რომ გინდო შემოიგლიჯო ყველაფერი და ალბათ ყველაფერი გაწუხებს და ცხელა ხო მე აი რაღაცა მოკლენკლავიანი მაისურიც კი მაწუხებდა უკვე იმიტომ რომ რაღაცა რომ დააწიო განტელიან შტანგა აი უდნავ მაინც რომ რაღაც აი გედება უკვე მაწუხებდა და ბოლოს მივედი იქამდე რომ ისეთი ტანსაცმელი მაქვს რომ ნაკლებად შემეხოს რაღაც ესეთი ხო რეალურად ისე ხარ ახლა მეც რაღაცა მიფიქრია ხოლმე ხან დაჟე თმებიც მაწუხებს ხანდახან აი ყველაფერი გაღიზიანებს იმდენად აქცენტი გაკეთებული იმაზე რომ აი ეს ბოლომდე დაამთავრო როგორმე დაამთავრო ყველაფერი გაწუხებს ალბათ დაჟე მომენტი მქონია რომ აი ვიღაცამ პროცესში რაღაცა რომ მკითხოს აი იმდენად საერთოდ სხვაგან ვარ იმ მომენტში აი ალბათ საერთოდ ვერაფერს ვერ გავიგებ შემოწმებაც შეიცვალა ვარცხნილობა და დაიმოკლა თმები და ამას რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო რომ ხელს უშლიდა ვარჯიშის დროს და მაგითო მოტივაცია რომ დაემოკლები ეგ იყო. საერთოდ ესე დაიწყო რომ ჯერ გვანცამ მოინდომა ეს CrossFit-ის ვარჯიშების სულ ამბობდა რომ რაღაც ეგეთი ვარჯიშების მოძებნა უნდოდა და მე გვანცამ ჩამითრია ასე გვანცას რომ უყურებდი და მე სახში თელი დღემაზე ვლაპარაკობდა. იმიტომ რომ CrossFit-ზე მიზადის ეს გავრცელებული ხუმრობაა რომ მე თელი დღემაზე ვლაპარაკობ რომ CrossFit-ს აკეთებ და CrossFit-ზე დადიხარ და მე ესე ჩავები ამ ვარჯიშებში და ხო ანუ არის კიდე ეძახიან მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები და ეს CrossFit-ი შედის ამ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებში რაღაცა თუ აი როგორ შეიძლება ეს CrossFit-ი თქვა რაღაცა ერთი ტიპის ვარჯიშები რომელიც რაღაც ადამიანმა და რაღაც პროგრამა დაარქვა ასე თქვა. რაღაცა მოძრაობები რა თქმა უნდა რომ ეხა ემთხვევა ძალიან ნორმალურია რაღაც შეიძლება box jump-ები, ბარფები რაღაცა სხვა ფუნქციურ ვარჯიშებშიც გამოიყენებოდეს, მაგრამ CrossFit-ი არის ანუ საერთოდ ცალკე სპორტი არის. კერძო კომპანია არის, ანუ საერთოდ სხვა რამე არის CrossFit-ი. დაახლოებით ლიგა რო აიღო სპორტი. კი, ანუ როგორც აი მარტივად რო ვთქვა, როგორც ანუ MMA არის სპორტი და არის ცალკე კომპანია UFC დაახლოებით მსგავსი რაღაც არის, მაგრამ თან შემოდის კიდე რაღაც განსხვავებული მოძრაობები, ანუ არის weightlifting-ი, რაღაც ეხა body weight-ი რაღაც საკუთარი სხეულით რაც არის ტურნიკზე აწევან ასე შემდეგ, იქაც კი განსხვავებულად ხდება მიდგომა, ანუ მაგალითად ეხა თუ ჩვეულებრივ ფუნქციურ ვარჯიშში შეიძლება pull-up-ი გქონდეს, მაგალითად აქ გვაქვს ანუ butterfly pull-ups ეძახიან, ან მეორე ანუ chest to-ბარი, ანუ მკერდი უნდა ეხებოდეს. Butterfly-ს ვადიხარ იმაზე. ხო, ანუ აი წრიულად ტურნიკზე.
მარტივად რო ავხსნათ, ანუ ყველა მოძრაობაში საერთოდ ეძებ მარტივ გამოსავალს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ძალის ხარჯზე და მეტი ტექნიკით და ინერციით შეასრულო მოძრაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები ძალის ხარჯზე შეასრულო ეს მოძრაობები რა, არ უნდა მოხდეს აქცენტი რაღაც კონკრეტული კუნთით კეთებაზე, რაც მაგალითად ფიტნესში პირიქით არის. ტურნირზე თუ იწევი, იმიტომ იწევი, რომ რეალურად აქცენტი გააკეთო რაღაც ზურგის კუნთებზე, აქ პირიქით ხდება თლიანი სხეულით მოძრაობა, ბატერფლაის დროს ჩართული არის მუცლის კუნთები, წელის კუნთები, საერთოდ ყველაფერი, ქორიც კი ძალიან დიდ როლს თამაშობს, რა. ქორი, პრესი და წელის კუნთები. წელის კუნთები ძალიან დიდ როლს თამაშობს. და აი ეგ არის რა, მაგიტო ჩემთვის მაგიტო არის ყველასგან განსხვავებული ეს მიმართულება, რომ ყველა მოძრაობას ასაც ვაკეთებ რა, გრძნობ რომ მთელი სხეულით მუშაობ და არა რაღაცა კონკრეტული ზონით რა. პრინციპიც აქვს ალბათ ვარჯიშების თანმიმდევრობას, ხო? არ მაგალითად ერთ დღეს მოვედი და ჩვენ დამოხვედრე რომ დღეს უნდა გააკეთო ეს და ეს. ესეც რაღაცა პრინციპზე არის აგებული, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ძირითადად ვცდილობ ხოლმე რომ დავუშვათ. ეს პრინციპი რა არის? ზოგადად ესე პროგრამები ყოველდღიურად იცვლება, აი workout of the day რასაც ეძახიან. თავიდანვე როცა ეს კომპანია დაარსდა და ასე შემდეგ, პირველი რაც იყო იდებოდა ხოლმე workout of the day სულ ახალი რა და პროგრამას სულ ცვლიდნენ, იმიტომ რომ მაინც გვინდა არ გვინდა, რაც არ უნდა ვეცადოთ რომ მთელი სხეული ჩართული ვიყოთ, რაღაც მოძრაობებში რაღაც კონკრეტული ნაწილი უფრო იტვირთება რა და უნდა ეცადო რომ ახლა კვირაში როცა დავუშვათ 3 დღე ვარჯიშობ, 3-ვე დღე აქცენტი დავუშვათ ფეხებზე არ ქონდეს და გააკეთო სხვა რაღაცეებზეც აქცენტი რა და აქედან გამომდინარე იცვლება რა. მე მაგალითად ვაკეთებ ხოლმე რომ რაღაც კონკრეტული დღე საერთოდ ისეთი მაქვს რომ საერთოდ ეს მაგალი ინტენსიური არ მაქვს და რაღაც ტექნიკაზე ვაკეთებ უფრო აქცენტს ან შტანგასთან ან რაღაც მსგავსთან და მოსწავლეებთანაც ვისთანაც მაქვს შეხება ეგრე ვცდილობ რა ეხა გვანცასთანაც შენთანაც ეგრე მქონდა შეიძლება ერთი კონკრეტული დღე აქცენტი მქონოდა განსაკუთრებით ფეხებზე მეორე დღე შეიძლება აქცენტი უფრო ზედა ტანზე მქონოდა მესამე დღე საერთოდ რო ელოდები რომ მოხვალ და რაღაც სიგიჟე გელოდება საერთოდ არა შეიძლება უბრალოდ დაგხვდეს რაღაც ღერძი და 1 საათი წავიდეს უბრალოდ ტექნიკის გასწორებაზე ვარჯიში რა საკმაოდ როცა მივხვდი რომ აი ესე უნდა დააბალანსო ყველაფერი, მაგ ყველაფერმა შედეგიც მოიტანა რა. ხო, კიდე ერთი ახასიათებელი ალბათ არის რომ მაღალ პულსზე ვარჯიშობ. სადაც ძალიან ბევრი ჰაერი გჭირდება და სულ თქვა გჭირდება, გახურებას აკეთებ რომ პულსი აწიო და მე მაღალ პულსზე უნდა გააკეთო რაღაც ტემპში რომ ეს პულსი არ დაეცეს და ისე აკეთო მოძრაობა. კიდე ეს არის ერთ-ერთი ახასიათებელი, მე აქამდე ეს გამოცდილი არ მქონდა. და თავიდან ძალიან ძნელია ხა მაგალითად არის გახურება არის ხომ და მე ეს workout of the day თავარი ვარჯიში დღის ასე ვთქვა და გახურებას რო შეხედო გახურებასაც უნდა აკეთო შეიძლება გეგონოს რომ ეს არის თავარი ვარჯიში ეს უნდა გააკეთო რა და მეც მქონდა ეგ ისა რომ შეიძლება ჩამოწერი რაღაცები და წარმოვიდგინე რომ ამას გავქაჩავ თუ არა და კაი გავაკეთებ მეთქი მე მივხვდი რომ მე გააგრძელე წერა რომ თუმცა ეს გახურება არის და მე იწყებ თავარი ვარჯიში და გახურებას რომ მორჩები ხანდახან ისეთი დაღლილი ხარ გონია რომ არაფერი აღარ გამოგივა მაგრამ ანუ რეალურად ძალიან დიდი აქცენტი უნდა კეთდებოდეს გახურებაზე და ასეულე გაწელვაზე. აღდგენითი პროცესი იწყება ეგრევე ვარჯიშის შემდეგ. გახურებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი უდიდესი ერთი პულსაცია კი უნდა აიწიოს მაღლა რომ სხეული შეხვდეს მზად ამ ყველაფერს, ამ მოძრაობებს. მეორე ის რომ ძალიან დიდი მობილობაა საჭირო, ამ მოძრაობების შესასრულებლად რა. ეხლა მე თვითონაც როგორ გავიზარდი ამ მოძრაობებში იყო რომ თავიდანვე აი ეს ალბათ ივიკოს დამსახურება არის რომ ძალიან დიდ აქცენტს გვაკეთებინებ და ვარჯიშის დაწყების წინ გახურებაზე და მომზადებაზე რა ეს შეიძლება შესრულდეს რეზინებით რომ კუნთის აქტივაცია მოხდეს მეორე დინამიური გაწელვა აქ არ უნდა მოხდეს რაღაც ისეთი გაწელვა სადაც ჩვენ რაღაც ნერვულ სისტემას დავამშვიდებთ იმიტომ რომ პირიქით ნერვული სისტემა გვჭირდება აქტიური ამ დროს რომ ვარჯიშის პროცესში ისეთ მოძრაობებთან გვიწევს შეხება სადაც არის ფეთქებადობა და ასე შემდეგ და არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს რომ რაღაც ნერვული სისტემა დამშვიდებული შეხვდეს პირიქით გაწელვაც და გახურებაც უნდა იყოს დინამიური მაქსიმალურად და უნდა ეცადე რომ მაქსიმალურად რაღაც ღრმა ამპლიტუდებში გაიწელო იმიტომ რომ ღერცთან განსაკუთრებით რაღაც მოძრაობების დროს გიწევს უშუალოდ ძალიან ღრმად ჩასვლა, იმიტომ რომ ინერცია მეტი მოხდეს და ასე შემდეგ რა. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს რა. პირველი როცა უკვე რაღაც ჩემი ჯგუფი გავაკეთე და
დავიწყე ესე ვარჯიში მომხმარებლებთან და ვარჯიშის ჩატარება, პირველი ჩემი ესე შთაბეჭდილება რაც იყო, რომ არავინ არ უთმობდა ამ გახურებას და აქტივაციას ესე თქვათ ორგანიზმის დროს, ცოტა ისე ზერელეთ უყურებდნენ ყველა რა. მაგრამ პროცესში უკვე რო ხდებოდნენ, რომ რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამ ყველაფერს, ერთი პულსაცია, მეორე რომ ყველა სახსარი ესე თქვათ მზად შეხვდეს ამ მოძრაობებს, უკვე ვაკვირდებოდი, რომ ნელ-ნელა ყველა კვირის შემდეგ იცვლებოდა ეს მიდგომა. უკვე რაღაც ჩემს გარეშეც უკვე ხედავდი, რომ სანამ ვარჯიშის პროცესი დაიწყებოდა, ყველა რაღაცა კონკრეტულ ზონას თვითონ ახურებდა. და ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, რომ შევძელი დაახლოებით მიმეცა ინფორმაცია, რატო და რისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი რა. პლუს კიდე ერთი ის არის, რომ ძალიან გეხმარება მობილობაში ეს ყველაფერი. ყოველდღიურად რო შენ ვარჯიშის წინი წელები დინამიურად და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მე ისახება დროდადრო შენს მობილობაზეც, მაქსიმალურად ეს ამპლიტუდა რაც დაუშვათ ჩარჯდომის თუ რისიც იქნება, ეტაპობრივად თავისით იზრდება რა. ხო, ეხლა მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად წარმოდგენა ესეთი ნათელი სურათი დავუხატოთ მსმენელს და მაყურებელს იმისი რა არის კროსფიტი და მაგალითად მინდა გავიხსენო ერთი ვარჯიშის დღე, როცა იყო ეს გახურება და მე მქონდა შტანგაზე ვისვლა რა და მაგალითად გახურება, თუ სწორად მახსოვს იყო 5-ზე შეხტომა იყო, მე ბარფი იყო. ანუ 5-ზე შეხტომა და ბარფი იყო. მე იყო აზიდვა და მე კეთილბელი მე მგონი რა. თუ სწორად შეიძლება ყოფილიყო ეგეთი, ეხლა თუ ვიხსენებ. ანუ ბარფი ვინც არის რომ ესე ვთქვათ უცებ უნდა დაწვე, აზიდვა გააკეთო და მე ახტე დაწუნი მდგომარეობიდან. ბოლომდე წვები კერდით უნდა შეეხო მიწას და ასე ვთქვათ იატაკს და მე ახტე. აქედან და თან მანამდე 5-ზე უნდა შეხტე, ჩამოხვიდე, გააკეთო ბარფი. მე ამის მერე აკეთებ აზიდვებს და მე აკეთებ kettlebell swings ესეთი გირი, რომელსაც ესეთი ხელის სავარაუდოდ ემო მიგვექნებოდა მაგ დროს, ხო, წუთში ერთხელ საკეთებელი. ხო და წუთში ერთხელ და მე მგონი 10 წუთი 10 ეს უნდა მოგესწროთ რაღაცა 4 რამდენიმე 5-ზე შეხტომა ბარფი იყო, რამდენიმე აზიდვა და რამდენიმე kettlebell swing ეს უნდა მოვასწრო ერთ წუთში. რა დროს დაგრჩება შეიძლება დაისვენო და მე ისევ ერთ წუთში შენ თავზე არის დამოკიდებული რა დროშიც გააკეთებ და რა პროგრამა გააკეთებ დასვენებას მე დაგრჩება და მახსოვს რომ ძალიან გამიჭირდა რომ 10 რაუნდი გამეკეთებინა ეს რა მოცა ესე ტემპში ვაკეთებდით და მე დაიწყო უკვე ნამდვილი ვარჯიში და ეს იყო შტანგით იყო ვარჯიში ეს თქვათ რა ქვია მოძრაობას ამას ვაკეთებ ხარზე ამოღებას რა. Hank Power Clean იქნებოდა ერთი. მე მგონი deadlift-იც იყო იქამდე თუ სწორად მოვიდა. deadlift-ი იყო მართალი. Hank Power-ი და მე შეიძლება ის იქნებოდა barpi over the bar-ი. ხო და მე barpi იყო, კი. მე ანუ ისევ barpi იყო, თუნდაც დაწვი ადგე გადაახტე იმას რა კი. შტანგას მე აქ მეორე ხაზს გააკეთე ეს. და ეს ხო ძალიან გამიჭირდა შესვენება და მე უკვე აი თავი რო დავიწყეთ. ეხლა რამდენი აღმოჩენას აკეთებ საკუთარ თავზე რა რომ აი მაგალითად როცა იცი რომ 10 რაუნდი გასაკეთებელი მესამე რაუნდს რო აკეთებ ფიქრობ რომ ეს არის ბოლო რაუნდი და მეც ვეღარ გააგრძელებ და ალბათ ეხლა უნდა ფიქრობ რომ კიდე ერთი ხო არ გავაკეთე თუ ეხლა ვთქვა რომ დღეს ვანებებ ვარჯიშს თავს და აღარ შემიძლია მაგრამ მე სიტუაცია ისეთი არის შენ ვარჯიშებზე რომ ცოტა გერიდება მაგის თქმა და საკუთარ თავთანაც გიტყდება ეგ ვაღია და მეტად შენ მარტო არ დაგიწყია თავიდანვე მოვიწია სკვანცასთან ერთად გვაცა იყო თან მაგალითია რომ გვაცა უკვე ძალიან კარგად აკეთება ტექნიკასაც და ყველაფერსაც და ცოტა ის არის მომერიდა რომ მეთქვა რომ მე ვეღარ გავაგრძელებ თქო გვაცა რომ აკეთებ და ანუ ალბათ აი ჯგუფური ვარჯიშების მოვამიც ერთ-ერთი ეგ არის ხო და მე არის ის რომ აი რომ გონია რომ ეს ახლა მესამეზე 10-ს მაინც აკეთებ და თან შენ ესეთი ისა გაქვს სტილი თუ რა ვიცი რა ქვია მაგას რომ ბოლო მისვლაზე კიდევ უფრო წონებს ზრდი და აი რომ რაღაცას რო აკეთებ მე მე-9 და მე-10 რაუნდზე რო ხარ კიდევ უფრო დიდი წონებით გიწევს კეთება და თავიდან აი საერთოდ არ გჯერა რომ ამას გააკეთებ მაგრამ მე 10 რაუნდს რო შეასრულებ გონია რომ რაღაც მთაზე ახვედი რა ესეთი შეგრძნება გაქვს ამიტომ მაგარი და აი შუა ვარჯიშის პერიოდში ბევრჯერ იყო ვიფიქრე რომ აი რატო ავიტეხე ეს კროსფიტი საერთოდ რა თქმა უნდა და წვალ ფაუნდეს იმიტომ რომ შეიძლება აი ისე დაიღალა რომ გულისეულ შეგრძნებაც გქონდეს რომ აი ჰაერი აღარ ყოფნის საერთოდ და ცუდად ხარ მაგრამ მეორე დღეს ისე გეჩქარება რომ აი ერთი დღე დაისვენო და მე ისე მიხვიდე დარბაზში და გააკეთო რა და კიდევ ალბათ ეგეც ცალკე განსახილველი არის მაგალითად მე
მაქვს ხერხემლის მალების პროტრუზია, ანუ თითქმის თიაქარი რა, ესეთი, ანუ პროტრუზია არის დისკების გაგანიერება და ცოტა ოდნავ დიდად რო იყოს გაგანიერება, უკვე თიაქარად ჩაითვლება. და ნუ ექიმების რჩევა იყო რომ წონებს აწევას მაქსიმალურად მოერიდე, წელზევით არ აწიო, შემდეგ და ეცადე მაქსიმალურად წელის კუნთები გაიძლიერო. რამდენიმე წელი ვაკეთე ეს დარბაზში, არ ვიცი შეიძლება არასწორად ვაკეთებდიან რა იყო, დიდი შედეგი არ ქონდა. ნუ ვარჯიშის როცავანებები თავს ტკივილები მატულობდა, აი ყოველდღიურ ცხოვრებაში რა. ცოტა თუ მოუმატებდი, უკეთესად ვიყავი და ნუ ეხლა ამ კროსფიტის ვარჯიშებს რო უყურებდი შორიდან, მეთქი ამას რაღაცა ნაწილს მე ვერ გავაკეთებ, თქო, მაგალითად შტანგის, მძიმე შტანგის აწევა, ან ხარზე შემოგდება შტანგის თუ რაც არის და ბოლოს მე მგონი 50 კილოიანით ვაკეთებდი. ხო 50 იყო თუ 45 იყო. ან 45 იყო, ან 50-ით ვცადეთ ესე მოხსოვ, კი. 50-ით ვცადეთ მე მგონი, ოღონდ ასე ვთქვათ, რაუნდებში, სეტში გაკეთებ, ერთხელ კი არა, ბევრჯერ და ტემპში. და მეგონა რომ მეთქი აი ხა სახში წავალ, ალბათ ვიღაც ავდგების ეწერის ტკივილები მექნება თქო, მაგრამ პირიქით რა, ანუ ვაგანაც გაიარა და ტრამვებზე როგორ მოქმედებს და როგორი შედეგი აქვს ეგეც ჩავშალოთ, მაგრამ მანამდე განვიხილოთ რა გზას გადის მოსწავლე, ასე ვთქვათ, რომ დაიწყოს კროსფიტს რა. პირველი ვარჯიშები იყო ჩემთვის, რაც ასწავლოდი, ძალიან დიდ თავის ტკივილს იწვევს, იმიტომ რომ პულსი ისე ადის, რომ უწნევა ძალიან თავი კისრის არეში და საფეთქლები ძალიან ტკივდებოდა რა. და ნუ ეს კიდე ცალკე ძნელი გასაძლებია, მაგრამ მალე გადის ეს თავიდან. რაც შეიძლება შეაშინოს დამწყები, ვინც ამას დაიწყებს და უკვე მე ამას ეჩვევი და მე კიდე რა ეტაპებს გადის რა, ვინც ამას აკეთებს. როგორ იცვლება მისი მიდგომა ვარჯიშებისადმი თუ უბრალოდ გამოცდილება და შეგრძნება ამ კროსფიტის კეთების. ნუ ეხა სხვადასხვა ტიპის ადამიანებს ხვდებით, მანდაც გვანცას მაგალითი რო ავიღოთ, ანუ იყო ადამიანი, ვინც ისედაც რაღაცა ცდილობდა სულ რო ფუნქციური ვარჯიშები ეკეთებინა და მიდრეკილება ქონდა ისედაც წონისკენ. მოდი ფუნქციური ვარჯიშებში გულისხმობთ ვარჯიშებს, რომელიც რამდენიმე კუნთს ერთდროულად დავარჯიშებს და არა მარტო ცალკე მაგალითად ბიცეპსის ვარჯიში. ხო, ანუ იზოლირებული არ არის ფუნქციური ვარჯიშები, ანუ რაც არის ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება. მაგალითად განტელებით ჩაჯდომა და ატმობა რაღაც ეგეთი ანუ ეს ფუნქციური ვარჯიშები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად გჭირდება, ხო რაღაც. იციან ხოლმე რაღაც ესე რაღაც საღადაო ვიდეოები შეიძლება შეხვდეს, აი ესე ბავშვის მაღლა აწევა, რაღაც და დაჯდომა რაღაც ის ხელში აწევა, ზემოთ ატანა. რეალურად ეგ იყო თავიდანვე კროსფიტის, ესე რომ ვთქვათ, ფუძე რა, რომ ანუ ამ მოძრაობებისგან რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, უნდათ რომ მე რაღაც სავარჯიშო პროგრამა შეიქმნათ რა. ხო. სხვადასხვა ტიპის ადამიანებს ხვდებით, ნუ ეხა ვინც შედარებით მაინც გამოცდილია ასე თუ ისე დარბაზში, რომ აი საბაზისო ვარჯიშები რაც არის, ეს იქნება ჩაჯდომა, დედლიფტი და ასე შემდეგ. თუ შეხება ქონია, მაგათთვის გაცილებით მარტივი არის, ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ ამ საბაზისო მოძრაობებს უკვე ისედაც ეუფლებიან იქამდე და მე ეს უბრალოდ უწევთ რომ გადაიტანონ შედარებით განსხვავებული ტექნიკით ოდნავ მაინც კროსფიტში როგორც ვთქვით ინერციის ხარჯზე კეთდება მოძრაობები და უწევთ რაღაცების შესწავლა, მაგათთვის შედარებით მარტივია, მაგრამ ნუ ეხა ჩემ პირად გამოცდილებაში ხვდები ადამიანებს, განსაკუთრებით ჩემ ჯგუფზე, რამოდენიმე ესეთი იყო, ვისაც საერთოდ შეხება არ ქონია არც დარბაზთან, არაფერთან საერთოდ. და ნუ შემოვიდნენ პირდაპირ და მოხდნენ ამ კროსფიტის ჯგუფზე რა. ვაი, ჩემი რეაქციაც ალბათ პირველი ის იქნებოდა, რომ ეს ადამიანები, ანუ თავიდან ფიქრობდი, რომ ალბათ 1-2 ვარჯიში მოვლენ და ალბათ მე შეეშვებიან. მაგრამ ასე რომ ვთქვათ, გამოავლინეს თავისი რაღაც ფსიქოლოგიური ძლიერი მხარე, იმის მიუხედავად, რომ ანუ როცა დამწყები მოდის, დაუშვათ და ჩემ გვერდზე დგება, ანუ იმას გონია, რომ ის რაღაც მალევე მოკვდება და მე რაღაც ძალიან მარტივად გავაკეთებ იმ კონკრეტულ ვარჯიშს, მაგრამ ესე არ არის, იმიტომ რომ მეც ისევ იგივენაირად ვიღლები როგორც ის, უბრალოდ რის ხარჯზე, ну დავალება რაღაც კონკრეტული იწერება, უბრალოდ განსხვავებული წონები გვიჭირავს ხელში, ანუ რაღაც კონკრეტული შეიძლება იმას დამწყებს 5 კილო ეჭიროს, მე შეიძლება რაღაცას 30-40 კილოთი ვაკეთებდე, ანუ წონის ხარჯზე ესე რომ ვთქვათ, დაღრილობა მაინც თითქმის ერთი და იგივეს უტოლდება, რაღაც დაახლოებით მაინც ერთი და იგივე დრო გჭირდება რაღაც ვარჯიშის შესასრულებლად. ხო და ნუ დამწყების რა ეტაპის გავლა უწევს დაახლოებით არის პირველ რიგში ალბათ რომ თავიდან ვიცი ხოლმე რომ პირველი პრობლემა რაც აწუხებთ არის უძილობა. იქიდან გამომდინარე რომ რაღაც ახალი შემოდის ორგანიზმში რაღაც კონკრეტული ჰორმონების გააქტიურებას იწვევს.
იმიტომ ძალიან დამღლელი არის. და განსაკუთრებით ხა მე რადგან ჯგუფი მქონდა ხოლმე გვიან საათებში, პირველი რაც იყო ეს პრობლემა, რომ ყველა იძახის, რომ უძილობა და ასე, ანუ ყველა საწუხებდა უძილობა. ამ ყველაფერს იწევს პირველი რაც არის, აი ეს ჰორმონების რაღაც კონკრეტული ჰორმონების გააქტიურება, ეს არის კორტიზოლი, ადრენალინი, ნორადრენალინი და ანუ მეორე კიდე არის რომ რაღაც ტემპერატურა ძალიან მაღალია ამ დროს სხეულში და ხან რომ დავიძინოთ და დავისვენოთ რაღაც ნორმაში უნდა ჩაჯდეს, უნდა გაცივდეს სხეული. მესამე ანუ იმდენად დიდი რაოდენობით დოფამინს გამოყოფს ამ დროს ორგანიზმი, რომ ანუ შემურწყო ვინც აღამოს ვარჯიშობს იმის ვარჯიშებში ეს პირველი პრობლემა ჯგუფურ ვარჯიშზე რაც თქონდა ეს იყო რა, ანუ იმდენად ყოფილების შეგრძნება გაქვს ვარჯიშის მერე, რომ დაახლოებით 2-3 საათი, ანუ ენერგია გაქვს აი ესე მოზღვავებულად რა და ნუ სანამ ეს ყველაფერი თავის ნორმაში და აი ესე რო ვთქვათ, თავის ადგილზე დაალაგდება, ვერ იცინებ რა. ხო, ამიტომ დილით ჯობია. დილით კი, ანუ ალბათ ყველაზე კარგი საათები დილის საათებიდან და ალბათ 5 საათამდე არის, რომ რაღაც ის აღდგენითი პროცესებიც მოასწროს ორგანიზმმა. ნუ აი ერთი პრობლემა კიდე რაც იყო, რომ განსაკუთრებით დამწყებებს, ვისაც არ ქონდა გამოცდილება ამ ვარჯიშის მერე ანუ ყვება, ანუ არ ჭამდნენ, ეგონათ რომ ანუ აი გვიან საათებში არ უნდა ჭამო მაგის გამო. არა და პირიქით ესეც ხელს უშლის ნახშირწყლების რაოდენობა იზრდება, რაც განსაკუთრებით რაც ჩვენი ენერგიის წყარო არის ნახშირწყალი, განსხვავებით ფიტნესისგან აქ იზრდება და თითქმის ორმაგდება რაოდენობა. ხო, შენ რომ მითხარი, რამდენი ნახშირწყალი უნდა მეჭამა, მე ვიფიქრე, რომ ესე მეთქი წონაში მოვიმატებ, ანუ რაღაცა სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ პირიქით დავიკელე. რომ დავიწყეს ვარჯიშები და თან აი ოდნავ მოვაკლებ თუ არა გძნობთ ხოლმე რომ აი რაღაცა შეგრძნება გამომუშავდა და ეხლა ნახშირწყალი დღეს ალბათ არ მიმიღია საკმარისად ეგრევე ატყობს შენ ორგანიზმს რა. კი, ნუ ზოგადად ფიტნესის მიმართულებით ერიდებიან რაღაც ალბათ ნახევარი არის იმის რაც უნდა მიიღოს რეალურად კროსფითერმა და ზოგადად ვინც ესე ფუნქციურ და მსგავს ვარჯიშებშია ჩართული ნახშირწყლის რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ ჩვენი ენერგიის წყარო პირველი არის ნახშირწყალი რა. ხო, იმიტომ რომ ვარჯიშის დროს, კროსფიტის ვარჯიშის დროს ენერგიას წვომიდის სასწავლო. ნუ კალორიებისაც ძალიან დიდი რაოდენობით, ნუ მეორე პრობლემა არის ალბათ. შეიძლება ხმალაც კი გაიგო კალორიებისთვის იმაში ორგანიზმში ისეთი ძალიან დიდი რაოდენობით სითხეს კარგავ პლუს და ნუ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შევსება. ხო, მე მაგალითად 1 ლიტრიანი ბოთლიდან გადავედი, ახლა დამოქვს 2 ליטრიანი წყლის ბოთლი დამოქვს. ისედაც მოთხოვნილება გაგეზრდებოდა ყველა ვარიანტში წყლის და სითხის, ნუ პლუს უნდა მოხდეს წყლის 2.5-3 ლიტრის მიღება დაახლოებით, რომ შეივსოს ეს რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობით წყალს კარგავთ. და უნდა მოხდეს, რავი, ელექტროლიტების ან რაღაცის ხარჯზე ამ ყველაფრის შევსება რა. ხო, ნუ თავის ტკივილს მალევე მიეჩვევი, მე რა აღარ არის ხო უბრალოდ. და ნუ სხეულის ფორმაც იცვლება. კი, ანუ ნუ ეხა ისე როგორც ალბათ ფიტნესში შეიძლება ვერ შეიცვალოს რა, მეც ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ორივე ეს გამოცდილება რომ მივიღე ნახე რომ რაღაცა კონკრეტული რაღაცის გაზრდა თუ გინდა, ჭირდება იზოლირებული ვარჯიში, მაგრამ ნუ ეხა ამ ხელა დატვირთვის ფონზე მაინც ასე თუ ისე ხო, მაგრამ აი ფრეიმი ჩარჩოს ასე ძახიან ეგ იცვლება რა. კი, ნუ მე ჩემთავზე შევატყავ. შემჩნევდი რომ აი ტრაპეციები დიდი რაც ჩემთანაც არის. ნუ პრობლემას ვერ დავარქვენ, მაგრამ ნუ რაღაცეებში ხა ფიტნესის მიმართულებით ეს ტრაპეცია რაც ალბათ ყველაზე დიდი რაოდენობით არის შტანგის დროს ჩართული ხელს მიშლიდა. ნუ შეხედავ რომ დიდი ფეხები აქვთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ წონებთან უწევთ შეხება და ნუ რაღაცა განსხვავებული ფორმა ყალიბდება ასე თუ ისე მაინც რა. მაგრამ აი მე ვფიქრობ რომ თუ აი ესე ორივეს ერთად შეათავსებ ერთმანეთთან, თუ ნუ ფორმაზეს თუ გინდა აქცენტი არის კატეგორია ადამიანების საერთოდ არ აინტერესებს, სარკეში ჩახედვა აინტერესებს ეს ქვემოთ რო დაიხედება, რა წონა უდევს და რა დროში აკეთებს, რა საერთოდ არ ინტერესდებიან ამ ყველაფრით რა. ნუ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რასაც ხვდებით. ნუ მეორე პრობლემა ალბათ რაც არის რა, ნუ გჭირდება ძალიან კარგი მობილობა მხრების, მაჯების, ესე რომ ვთქვათ, ასე ანუ ჰიპს, ესე რომ ვთქვათ, მომზიდველები, კვადრიცეპსის თავი ამ ჩარჯდომების და იმის დროს, რაც უცხო არის ადამიანისთვის, ვისაც ახალი დაწყებული აქვს ვარჯიში და განსაკუთრებით კროსფიტი და ნუ რაღაცა პრობლემებს იწვევს, არის ეს ხშირად გამიგია მაჯების ტკივილი, არის ასევე ვისაც ახლა მეც შენც ვიცი რომ პრობლემა ქონდა მხრის და მხრის ტკივილი მოქამდეც ხო? კი.
რაღაც ანუ ესე რომ ვთქვა, საერთო ჯამში CrossFit-ი ძალიან ტრამული სპორტია რა. ზოგადად ეს სპორტი ვფიქრობ რომ ყველა ასე თუ ისე ტრამვასთან ასოცირდება, ნებისმიერი სპორტი ეს იქნება ფეხბურთი თუ რა იქნება, მაგრამ CrossFit-იც განსაკუთრებით ტრამული სპორტი არის, ანუ ესე რომ ვთქვა რაღაც იქიდან ხა წელი მტკივა, ეს მტკივა ხშირად შეიძლება გაიგო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ რაღაცას მაინც და მაინც არასწორად აკეთებ, უბრალოდ რაღაცა ლიმიტებს ხანდახან ცდება ის სავარჯიშოები და მოძრაობები და აქედან გამომდინარე რაღაცა მიკროტრაუმები და ანთებითი პროცესები მაინც არის. გვინდა რომ მაგრამ აქ შემოდის მწვრთნელის ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს ას აკეთებს მწვრთნელმა და იცოდეს ას გეუბნება. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს ლიცენზირებული იქნება თუ როგორც არის. აი მაგ საკითხსაც შევეხებით. კიდე ერთი რაც იცვლება ადამიანის ცხოვრებაში, ვინც ვარჯიშობს, არის რომ ჩიტ-მილი შემოდის აქტიურად ჩიტ-მილი ეგრეთ წოდებული თონიკე უყავდა წინა ეპიზოდში და რაღაც ესე დავარქვით გადახვევა დიეტიდან ანუ გადაუხუგზიდან ერთხელ. ეს არის რაც კვირაში ერთხელ ორჯერ გააკეთო და არის რომ მიიღო რაც შეიძლება კალორიებით მდიდარი საკვე, მაგალითად ერთი კაი დიდი ბურგერი ან რაღაც ხინკლები ჭამო ან რაღაცა, იმიტომ რომ ჭირდება რა, საჭირო ხდება, მარტო ის არა რომ კარგია და შეგიძლია გაერთვა მით. გემრიელი არ არის მხოლოდ. მარტო გემოს გამო არა, საჭიროებას გრძნობ უკვე და სტრესის დონე ისე მატულობს, რომ რაღაც პერიოდულობით რაღაცა საკუთარ თავზეც გამოგვიჩდია, რაღაცა ბურგერი გუჭამია, მე ორ დღეს რაღაც ხვანაერად ხარ, აი ესე თითქოს დასვენებად წახვედი და ჩამოხვედი. ნუ ისედაც ვარჯიშის პროცესში ძალიან დიდია სტრესი ხა. CrossFit-ის დროს სტრესის დონე ძალიან მაღლა იწევს, იმიტომ რომ რავი, სულ სტრესში ყავს ორგანიზმი რა მთელი ვარჯიშის განმავლობაში და პლუს ეხა ნუ საკვებს რო ვთქვა რომ რაღაც დიდი როლი არ უჭირავს CrossFit-ში და მაინც და მაინც თვითონ სავარჯიშო პროცესია დამოკიდებული შენი პროგრესი ეგრე არ არის, რა თქმა უნდა საკვებთან ერთად თუ სწორ მიმართულებას მიცემ რადიკალურად შეიცვლება შენი ვარჯიშის ხარისხი თვითონ ვარჯიშის დროსაც და ნუ ჩიტ-მილი შემოდის ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ალბათ კალორიული ესე რომ ვთქვათ ხარჯვა ძალიან დიდი გვაქვს CrossFit-ის ვარჯიშის დროს და ანუ ალბათ უფრო მეტი რაღაც უფლება გვაქვს იმის რომ უფრო ხშირად მოხდეს რაღაც ჩიტ-მილის შემოტანა რა, ანუ მე ზოგადად ესე cheat days დიდად არ მივესალმები ხოლმე ესე მთლიანი დღის დარღვევას, უბრალოდ რაღაც მომენტებში შეიძლება იმ რაღაც სწორ რაციონთან ერთად სადღაც ერთხელ შემოვიდეს cheat-მილი, ეს იქნება რავი ბურგერი თუ რაღაც მაღალკალორიული საკვები რა. რამე კონკრეტული დანამატებით უჭირდება ამ დროს ადამიანს რა, მაგალითად ნუ ალბათ კრეატინი არის განსაკუთრებით სასარგებლო, კრეატინის რეგულარული მიღება ამ დროს. ჩემი აზრით აუცილებელიც არის, იმიტომ რომ ანუ იმდენად დიდი არის ცვეთა ორგანიზმის და ისეთ ინტენსივობაზე გიწევს ვარჯიში, რომ ანუ აუცილებლად უნდა შემოვიდეს საკვები დანამატები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკვები უნდა ჩანაცვლდეს რაღაცით, ანუ ძალიან ხშირად ხვდებით მაგ პრობლემას, რომ აი რა უშოთ რაღაც ან ცილას ვერ ვავსებ, ამას ვერ ვავსებ და ესე რომ ვთქვათ, ხდება რომ ანუ ცდილობენ საკვები დანამატებით ეს ყველაფერი ჩაანაცვლოთ, მაგრამ რეალურად ანუ თვითონ სიტყვა გეუბნება რომ საკვები დანამატია, ანუ იმის გარდა რომ შენ რაღაცას საკვებიდან უნდა იღებდე, მაგასთან ერთად ზემოდან უნდა დაამატო ეს საკვები დანამატი რა. პირველი ალბათ რასაც ურჩევდი არის კრეატინი. იმიტომ რომ ანუ პირდაპირ ანუ აქცენტი კეთდება ანუ კრეატინის ხარჯზე ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი რავი ძალა, გამძლეობა. ეს იქნება მისვლიდან მისვლებს შორის თუ რაღაც დღიდან დღემდე აღდგენითი პროცესები ჩქარდება. შეიძლება შემოვიდეს პროტეინი, ეგრეთ წოდებული ანუ ცილა, თუ რაღაც საკვებიდან ვერ შევავსეთ ბოლომდე, რომ რაღაც პროტეინის ხარჯზე შევავსოთ, შეიძლება შემოვიდეს ელექტროლიტები, იმიტომ რომ ძალიან როგორც თქვი, დიდი რაოდენობით უხარჯავთ სითხეს, უნდა მოხდეს ჰიდრატაცია, ანუ უნდა შეივსოს ეს ყველაფერი ისევ რა. ესე განსაკუთრებული არის. მე დანარჩენი არის კიდე რაღაც დანამატებითი შეიძლება მაგნიუმი და ასე შემდეგ, რომ შევავსოთ, რომ მაქსიმალურად ანუ ჩვენი აქცენტი რაზეც უნდა იყოს, არის ის, რომ ანუ აღდგენითი პროცესები დაჩქარდეს ამ ვარჯიშის დროს, რომ ანუ შემდეგ ვარჯიშს ნაკლები რაღაცა სპაზმით, ნაკლები დაჭიმლობით, ნაკლები რაღაც ანთებითი პროცესებით შევხვდეთ მზად, რომ ვარჯიშის დროს ჩვენი რაღაც მაქსიმალური შესაძლებლობები გამოვავლინოთ რა.
ხო. კაი, გადავიდეთ ახლა ჯანმრთელობაზე, როგორ მოქმედებს ეს ჯანმრთელობაზე და თუ არის რაღაცა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები, რაც ხელს შეუშლის ადამიანს, რომ CrossFit-ი დაკავდეს. სადამაზე გადავალთ, შესვენება გავაკეთოთ. სოკარის შეკითხვა გვაქვს, შეისვენე და აივის ენერგიით. სადაც სტუმრებს ვეკითხები ხოლმე როგორ ისვენებენ და შემ შემთხვევაში კითხვა მექნება ესეთი აქტიური ვარჯიშის მერე ყველაზე როგორ გიყვარს დასვენება. და მე მახსოვს ის ვარჯიში რომელიც მოხსენე მეგონი ეგ დღე იყო შტანგის მერე ან ვერ ვისვენებდი რა ანუ სახში წავედით ვერაფერი ვერ მოვიფიქრე როგორ დამესვენა ასე თქვა ვერც დივანზე ჯდომით ვერც წამოწოლით ვერც სიარულით რაღაცა ნუ რამდენიმე საათი ეგრე გამყარა და ანუ ეგეთი ვარჯიშის მერე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ სწორად დაისვენო და რო აღიდგინო ეს ყველაფერი შემდეგი ვარჯიშისთვის მოემზადა და შენ როგორ ისვენებ ხოლმე ну ხა იქიდან გამომდინარე რომ ვიცი რომ რაღაცა ამდენი კილოაწი ხო ну რაღაცა 100 იყო და იმაში კლინზე ну რაღაც დღეები როგორ თქვი მაგ ხოლმე რომ რაღაც ისეთი შედარებით აქცენტს ვაკეთებ რაღაცა წონაზე ანუ მაღალი ინტენსივობა არ მიჭირავს უბრალოდ რაღაც კონკრეტულ ანუ აკურატაციაზე ცალკე დღე მოქვს ხოლმე რაზეც მაგ დროს მუშაობ რა ხო ეს სეტში აკეთე ხო ეს წონა კი ну არა 100 ხა სეტში არ მიკეთებია მაგრამ ну რაღაც წონები ვაკეთე იქამდე 70 80 90 სეტში ну მე ბოლოს რაღაც ისე ვცადე რა სეტში გულისხმობ რომ ბევრჯერ გიწევს აწევა რა სეტში ну შეიძლება იყოს რაღაც 2-3 მოძრაობა ერთად და გიწევდეს რაღაც ერთი და იგივე მოძრაობის შესრულება 5-ჯერ ან რაღაც მსგავსი ხო და ესეთი მძიმე დღეების მერე ვარჯიშის მერე როგორ ისვენებ ეხა იქიდან გამომდინარე რომ მე დარბაზში მიწევს მუშაობა ვცდილობ ხოლმე რომ ჯგუფთან ერთად ვივარჯიშო რა მაინც იმიტომ რომ ესე რაღაც გამოყოფილი დრო არ მრჩებოდა ხოლმე იმისთვის რომ მევარჯიშო და იქიდან გამომდინარე რომ ესე ვთქვათ ეს ყოველდღე მიწევს ხოლმე ამ ყველაფრის კეთება რა ეს გამოყოფილი რაღაც დასასვენებელი დრო არ მქონდა რა მაგრამ ნუ იქამდე სანამ რაღაც მოღვაწეობას დავიწყებდი როგორც მწვრთნელად დასვენებას ალბათ პირველ რიგში აღდგენითი პროცესები რაც იყო მაგ ყველაფერს ვითვალისწინებდი და მე ნუ ალბათ ვცდილობდი რომ ვარჯიშის მერე რაღაც სუფთა ჰაერზე ან სიარულით ან რაღაცით მსგავსით გამეგზელებინა რა იმიტომ რომ ორგანიზმი დამშვიდებული იყო და რაღაც შოუ კონდიციებში დაბრუნებული იყო რა ერთი ეგ ნუ მეორე ალბათ cheat meal-ი ჩემი საყვარელი ერთ-ერთი რაღაც ანუ მძიმე ვარჯიშების მერე ვცდილობდი რომ რაღაცა მაღალკალორიული საკვები მიმეღო და ნუ მესამე ალბათ არის ძილი რა ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სადაც ყველაზე მეტად ხდება აღდგენითი პროცესები არის ძილი რა რაც ცოტა კი ჭირს საკმაოდ რაღაც ესეთი მაღალი ინტენსიური ვარჯიშის მერე მაგრამ მაინც ვთვლობდი რომ ადრე დამეძინა იქიდან გამომდინარე რომ ის მნიშვნელოვანი ფაზები რაც გვაქვს ღამის საათებში მაქსიმალურად და ამეთვისებინა რა ხო კარგი ეხ ჯანმრთელობას რა მივადგეთ თუ აი ადამიანს რა შეიძლება აწუხებდეს ისეთი რის გამოც ვერ მოახერხებს მე გულისხმობ აი ესეთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანსაც რაღაცა შეიძლება გამოკვეთილი ჩივლები არ ქონდეს თუ არის რამე მაინც რაც უნდა გაითვალისწინოს ან რაღაც გაესინჯოს ექიმს მანამდე თქვათ წნევები აწუხებს მაგარი წნევა აქვს ან რამე ეგეთი არ ვიცი ან გულის პრობლემა შეიძლება ქონდეს ან რამე თუ არის ესეთი რის დროსაც არ შეიძლება რომ CrossFit-ი აკეთო ну მე მაინც ვცდილობ ხოლმე რომ თუ მოდის ან ეს იქნება პერსონალური თუ ჯგუფზე პირველი კითხვა ხოლმე თუ რამე ხო არ აწუხებს იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის მუხლის პრობლემა, წელის პრობლემა, მხრის პრობლემა რადგან ამ ვარჯიშებში ანუ მთელი სხეული ჩართულია, ანუ შეიძლება რაღაცა პატარა დეტალიც კი პრობლემას წარმოადგენდეს რა. ანუ აქედან გამომდინარე, ნუ გულის პრობლემაც ალბათ იმიტომ რომ ნუ ამ ხელა წნევაზე გვიწევს ვარჯიში და ამ ხელა პულსაციის დროს პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მწვრთნელის მხრიდან მაგ ყველა ინფორმაციის გადამოწმება რა და ანუ მე უნდა იქნას შერჩეული სწორი პროგრამა თუ როგორ და რანაირად უნდა გააგრძელოთ ვარჯიში რა ესე თუ არ გაქვს ინფორმაცია შეიძლება რაღაც მოდიფიცირება ვარჯიშების რომ რა თქმა უნდა ანუ ვარჯიშის მორგება შეიძლება ნებისმიერი ტიპის ადამიანზე რა ანუ თუ რაღაცა ისეთი ძალიან ძვავე პრობლემა არ არის თავისუფლად შეიძლება რომ დატვირთოს შემცირდეს ანუ ყველა მოძრაობის ვარიაცია ხდება ანუ არის რაღაც მარტივი ვარიანტები და არის რაღაც რთული ვარიანტები ამიტომ ანუ მაქსიმალურად ეს შეგვიძლია რომ მოვარგოთ ადამიანს რა ეს ვარჯიშები რა ეს იქნება შტანგასთან ეს იქნება რაღაც ჩაჯდომაზე ტურნიკზე ანუ ყველა რაღაც მოძრაობის გამარტივება შეიძლება
ამიტომ ანუ რეალურად CrossFit-ი არის ყველა ადამიანისთვის და არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვინც რაღაც ფიზიკურად მზად არის თუ არ არის. მაგალითად აი რა გინახავს, აი ხანდახან მიწერია box jump-ი, ყუთზე შეხტომა, ან მიწერია უბრალოდ step-up-ი, ანუ ყუთზე ასვლა ჩამოსვლა. იგივე არის მაგალითად ტურნირზე აწევის დროს შეიძლება ვიღაცა ჩვეულებრივად იწეოდეს, ყველანაირი რაღაც დამხმარე რაღაცის გარეშე, ან ვიღაცა შეიძლება ყუთზე იდგეს და ყუთიდან ხტებოდეს, ვიღაცა შეიძლება რეზინა გამოიყენოს. იგივე არის აზიდვები დაუშვათ, ვიღაცა შეიძლება ჩვეულებრივად აკეთებდეს, ვიღაცა მუხლებიდან აკეთებდეს. და ასე შემდეგ, ანუ რაღაცა ყველა მოძრაობის გამარტივება შეიძლება, ანუ რომ შევაჯამოთ ყველა ადამიანისთვის არის რა, ანუ ყველა ადამიანს შეიძლება მოვარგოთ. მეც ვარ ერთ-ერთი მაგის მაგალითი, იმიტომ რომ CrossFit-ი რო დავიწყე, თან სულ რაღაც თავს ვიკავდი, რომ აი წელი მткиვა და რაღაცა მუხლი მткиვა და მე მოვიძლიერო და მე დავიწყო, მაგრამ მე თვითონაც გადავწყვიტე, რომ მოდი დავიწყებ და ვნახოთ რა იქნება და მე მაგალითად ხერხემლის პრობლემით, ხერხემლის მალების პრობლემით ახილებს რო ძახიან როგორ აქილევსის მყესი, ესე თქვა ორივეზე ოპერაციები ვარ, ოპერაციები მაქვს, მუხლი მაწუხებს, ხარი მткиოდა და იდაყვის პრობლემა მქონდა, რომ დავიწყე CrossFit-ზე სიარული. და ნელ-ნელა თქვა გადაიწია მეორე პლანზე კი ვარჯიშის რაღაც ხანით შეგახსენებს თავს ხან მეორე გეტკინება, მაგრამ ამას მაინც ასე თქვა გაიტანოს რომ ძახიან და ხო თუ რაღაცა გამორჩეული პრობლემა არა გაქვს პირიქით არის რა, ეხა უკვე უფრო შემიმცირდა ის ტკივილები, რაც მეგონა რომ უნდა მომერჩინა და მერე დამეწყო რა, ეს მცირე პატარ-პატარა ტრავმები რაც მქონდა რა, პირიქით ეფექტი მოახდინა CrossFit-მა უფრო მომირჩინა, ასე თქვა, ჩემზე ეგ ეფექტი ჰქონდა. ну ალბათ იმიტომ რომ შენ ხარ როგორც ახსენი აქამდე რაღაც წელის პრობლემა მქონდა და ვცდილობდიო სულ რაღაც გამემაგრებინა რაღაც კონკრეტული ვარჯიშებით, მაგრამ შენმა წელმაც და მხარმას და ყველაფერმა ეხლა დაიწყო ყესოვანი და რაღაც სტრუქტურის გამყარება ფუნქციურ მოძრაობებში და არა მხოლოდ რაღაც იზოლირებულში, ხო? ანუ რეალურად ეს წელიც და ყველაფერი ხო გჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ გჭირდება რაღაც მარტო სატრენაჟერო დარბაზში და ხო, ახლა ტრენაჟერი თუ რაღაც ერთი სწორი პოზით აკეთებ, ცხოვრებაში ეს სწორად არ დგების, გამიდან შეიძლება უცებ რაღაც სწრაფად ადგილ ან რაღაც დაგივარდეს და ხო. ზუსტად ხო და მაგას ვიძახი რომ ანუ შენ ამ ყველაფრის გამოყენება, გამყარება დაიწყე უკვე ფუნქციურ მოძრაობებში რა და ჩემი აზრით მაგ ყველაფერმა უნდა იმოქმედოს დადებითად რა. რა თქმა უნდა, ანუ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს შესაბამისი რაღაცა ადეკვატური წონებით და ასე შემდეგ, რომ რაღაცა არ მოხდეს ეგოლიფტინგი და რაღაც ისეთ წონას არ შევეხოთ, რომ გავაუარესოთ, უბრალოდ ეტაპობრივად ამ ყველაფრის ესე რომ ვთქვათ, გამოსწორება მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ფუნქციური ვორჯიშის ხარჯზე, რომ მე შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ყველაფერი გამოიყენო შენთვის ასიკეთოთ რა. ერთი ეს არის. ხო, მაგარ ეფექტს გაძლევს და დღეს უკვე ისე ვარ ეხა მინდა მეკითხა რაღაც მაგალითები თუ გაქვს შენი მოსწავლეებისა შეგიძლია მოყვე ისეთი რომ აი რაღაც და ნულიდან დაიწყო და შორს არის და ანუ აი ჩემზე მაგალითად ის ეფექტი მოახდინა რომ სხვა ვარჯიშები გამიტრუხდა ასე რომ თქვა ჟარგონი რომ ვიხმაროთ ვეღარ წარმომიდგენია რომ დარბაზში მივიდე და უბრალოდ ტრენაჟერზე ვარჯიშო როგორც ადრე ვაკეთებდი და წამოვიდე უკვე მაქვს მოთხოვნა რომ აი რაღაცა ეს ვარჯიშები გავაკეთო აუცილებლად რა ნუ პირველი მაგალითი შორს ვერ წავიდეთ ალბათ გვანცა არის ხო ვინც რავი მოვიდა თავიდან დაბნეული ცოტა შეშინებული რომ სად მოვიდა მაგრამ ანუ აი მაგალითი რაღაცა ტესტი გავაკეთეთ მახსოვს თავიდან ხო ხარი რომ მткиვა ეგ მაგ ტესტის ბრალი არის მე მეც მოვიდა და ეგ ტესტი მეთქია და ისე ვწდი თუ გავამივათქო და შუა გზაში შუამდეც ვერ მივედი გავჩერდი ტესტი იყო 21 დევილ პრესი 21 ბარფი მე 21 დევილ პრესი 21 ჩაჯდომა იყო დამბელები თრასტერს ხო და 21 ბარფი იყო ამ დამბელზე უნდა გაკეთო 21 დევილ პრესის თრასტი 21 ბარფი მე 15 და მე 9 და რაც შეიძლება მალე და 15-ებში გავიჭედე უკვე რა მე მგონი ნუ შენთვის მაშინ და ხარი დამკიდო და რაღაცები დამემართე ხაცურად გავხდი ხო პირდაპირ ტესტია თუ მოვიდო მე არ ვაკეთოთ ფიქრობ რომ ბოლომდე აუცილებლად მივალ ბოლომდე მიხვალ რომ ფიქრობ რომ ანუ ისეთ კარგ დროშის ჩაეტევი უკვე რა მაგას კი სხვადასხვა მინდა ძალიან რომ ეგ ტესტი ახლა გავაკეთო და აი გვანცო შემთხვევაშიაც მოხდა ნუ ალბათ ტესტისთვის მაინც ისე უნდა იყოს ესე ვფიქრობ დასვენებული თან ანუ ტესტის მუღამი რა არის რომ ანუ იქ გაქვს რაღაც კონკრეტული დრო და ის რაღაც 10-15 წუთი სადაც შენ თუ დაისვენებ ეს 10-20 წამი იქნება ყველა წამი საერთოდ გაკლდება ანუ შენი შესაძლებლობების ანუ 100%-ით მაქსიმუმი უნდა ჩადო რა ანუ იქ კიდე საერთოდ სხვა დაბრკოლებას ხვდებით რომ ანუ ესე უბრალოდ რაღაც ვარჯიშის დროს
შეიძლება რაღაც აი 100% არ ჩადო რაღაც შეიძლება სადღაც 20-30 წამი შეისვენო მაგრამ იქ ყველაფერი უკვე დროზე ისახება რა და საერთოდ სხვა რაღაც ის არის ადრენალინია რომ გიწევს ანუ რაღაც მაზოხიზმია რა შენი თავის რაღაც ისეთ მდგომარეობამდე ჩაგდება იმ დროს რაც ესე ალბათ წარმოუდგენელია რა ხო აი გვანცა მაგალითად ბოს ამდენიანით შტანგად რამდენით ვარჯიშე დედლიფტი ანუ გვანც არის ამდენი 59 კილო ხო თუ არა მოხმობა მაგას 59 კილო და დღეს უკვე ვარჯიშობს 70 კილო გააკეთე დედლიფტი და კლინი ამდენი კლინზე გქონდა 40 თუ 45 მახსოვს თუ შტანგა ხო 45 ამოვაკეთეთ ну ტესტი რო გავიხსენოთ გვანცასი მარტო მახსოვს ეს ტესტი რო გავაკეთეთ რაღაცა 17 წუთში თუ რაღაცაში ჩავეტიეთ ესე მახსოვს პირველ ტესტზე და ну სადღაც დაველოდეთ ერთი თვის თავზე მეორედ ცადეთ და ну აი სპეციალურად დროს არ ვანახებდი გათიშული მქონდა საერთოდ შენც იყავი მაგ დროს მახსოვს და რაც მე 4-5 წუთით გავაუმჯობესეთ 13 და რაღაცა იყო მე მგონი ხო მინიმუმ 4 წუთით მინიმუმ მახსოვს რომ გავაუმჯობესეთ რა თან ანუ ის მახსოვს თან რომ წონა გავზარდეთ მაგასთან პლუს დამბელები ანუ პირველ ტესტზე რაც წონა თქონდა მაგასთან შედარებით მძიმე წონა ავიღეთ და თან დრო გავაუმჯობესეთ ხო და ესეთი მაგალითები ბევრი გაქვს შემოსწავლებში ძალიან ბევრი ანუ ეხა იქიდან ჯგუფურ ვარჯიშებზე განსაკუთრებით აი ალბათ რომ ვერც წარმოვიდგენდი ის ადამიანები ვისთან საერთოდ დარბაზთან შეხება არ ქონია ჯგუფურ ვარჯიშებზე მოვიდნენ და დღეს რო ერთი მომენტი ყოფილა რომ ანუ როცა უკვე ვარჯიშის პროცესში ვერთვებოდი რომ გავიხედე რომ ანუ მე კი არ ვამხნევი ეს ადამიანი მაგას თავზე და ანუ აქეთ მომხნევებს აი ეს მაგალითს რომ დავინახე მაგრამ მართლა არ მჯეროდა რა პირველ რიგში ეს ჩემთვის იყო ყველაზე ისეთ სასიამოვნო შეგრძნება იყო იმიტომ რომ ვარჯიშის მერე სულ მესმოდა მსგავსი რაღაცა წინადადებები რომ ყველა აკეთებდა აქცენტს იმაზე რომ განა დარბაზში შეიცვალა ჩვენი ცხოვრება ან რაღაც დარბაზის მიდამოებში ანუ შეიცვალა დარბაზ გარეთ სამსახურში სავარჯიშო რაღაცა არა მხოლოდ სავარჯიშო პროცესში თვითონ რაღაც ცხოვრების ხარისხი შეცვალა რაღაც ენერგია წამოიღო უფრო მეტი რაღაც უფრო ხასიათზეც კარგად მოქმედებს ფსიქოლოგიურად ბევრად ძლიერდები ამ ყველაფრით და ყველას ჰქონდა ამაზე აქცენტი რომ საერთოდ ანუ რაღაც დაკარგული ვიყავი და უცბად რაღაც ჩემი თავი ვიპოვე და საერთოდ ცხოვრების ხარისხი შეცვალა და არა მხოლოდ რაღაც სავარჯიშო პროცესით და ალბათ მე თვითონაც ესე ჩემ ბიოგრაფიაში ჩემ Instagram გვერდზე მიწერია რომ ანუ ფიტნესი და ვარჯიში ზოგადად არ წარმოადგენს ჩემთვის მხოლოდ რაღაც ფორმას და რაღაც სარკეში ყურებას ანუ წარმოადგენს იმას რომ ანუ ბევრად მნიშვნელოვანია ჩემთვის მენტალური ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მხარე ანუ რაც ალბათ ცხოვრების მანძილზე ყველაზე მეტად გვჭირდება რა და CrossFit-ის ყველაზე დიდი ბენეფიტი ალბათ ის არის რომ ისეთი რაღაცების კეთება გვიწევს რაც წეგანშიც აღნიშნე რომ აი მესამე რაუნდში საერთოდ არ წარმომედგინა თუ დავამთავრებდი ისეთი რაღაცების კეთება გვიწევს სავარჯიშო პროცესში რომ ხვდებით რომ ანუ ისეთი რაღაცების შესაძლებლობა რეალურად გვაქვს ანუ რაც გვეგონა რომ არ ქონდა რა ანუ რაღაც ლიმიტებს ვწდებით და ჩვენ თავს ყველა ვარჯიშზე და ყველა სავარჯიშო პროცესში ვუმტკიცებთ რომ იმაზე ბევრად მეტი შეგვიძლია ვიდრე გვექონა რა თუნდაც აი ყოველ დღე ყველა ვარჯიშის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ეგ შეგრძნება მაქვს რომ აი რაღაც მეგონა რომ ეს შემეძლო და ვარჯიშის ბოლოს ხვდები რომ რეალურად უფრო ბევრად მეტი შემეძლო რაც მე აისახება რაღაც დარბაზ გარეთაც თვითონ რაღაცა ესე რაღაც საყოფაცხოვრებო სიტუაციებშიც და რაღაცა 1000 პრობლემა რაც შეიძლება გქონდეს დარბაზ გარეთ იმ ყველაფერთან გამკლავებაშიც გეხმარება იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ბევრად ძლიერი ხარ რა კი ეგრეა ნამდვილად მე ერთი თვეც არ გასულა ჯერაც დავიწყე და უკვე ჩემ თავზე ვატყობ მაგ ცვლილებას და მაგ ეფექტს რა რომ საკუთარი თავის რწმენა ხო რაღაც ძალიან ესეთი ზოგადი ფრაზა არის და გაცვეთილი, მაგრამ რაღაც დოზით მაგრა გიმატებს რა, რომ აი ის თუ შეგიძლია რომ შენი თავი იქამდე მიიყვანო რომ და ავსრულო ის ვარჯიში და არ დანებდე და მან ხედავ რა დონეზე შეგიძლია შენი თავის კონტროლი და როგორი ძლიერი ხარ ბევრად ვიდრე გეგონა რა, თუნდაც შენ თავზე შეგიძლია ბევრჯერ გაიმარჯვო, იქნება სიზარმაცე, იქნება თუ რაღაცა თავდაუჯერებლობაზე ამას გადაახდიან ყველაფერს, მაგის რწმენას გაძლევს ნაღდად.
ნუ ალბათ ერთ-ერთი ბენეფიტი კიდე ის არის, რომ შემიმჩნევია ხალხი, ვინც მოდის თვითონ სავარჯიშო პროცესში რა, რომ რაღაც მთელი დღის განმავლობაში ეს დაგროვებული ემოციები, რაღაც უარყოფითი რაღაცეები, რაც უგროვდება მთელი დღის განმავლობაში, მე აი ამ ვარჯიშს შემოდიან ამ ყველაფერს რაღაც ემოციებს, ყველაფერს ამ ვარჯიშს ეტყობენ და მე აქედან გადიან ბედნიერები რა. რაც ჩემი მაგალითიც არის ალბათ ერთ-ერთი, ნუ იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ჩემი სპორტული კარიერა ვერ აიწყო ისე როგორც მინდოდა. დღემდე ის შეგრძნება მაქვს, რომ როგორც კი რაღაცა ისე 2-3 დღე გავადა ამ რაღაც CrossFit-ს არ გავაკეთებ რაღაც მაღალ ინტენსიურ ვარჯიშს, ეგრევე რაღაც ვფიქრობ, რომ ისევ იმისკენ მივდივარ რა, რაღაცა რაც ვერ გადავიტანე, ესე ვთქვათ, დღემდე და ვერ ვპატიობ ჩემ თავს, რომ რაღაცა არ გამომივიდა რაღაც მიზეზების გამო რაღაც სპორტული კარიერა, ამ ყველაფერს ემოციებს და ასე შემდეგ, აი ამაში ვაქსოვებ ხოლმე, რომ ამ ემოციებს შიგნით ტოვებ ყველაფერს, რაც მე მეხმარება ამ ყველაფრის რაღაც დავიწყებაში და ყურადღების გადატანაში. და ანუ ეხა უკვე ვფიქრობ, რომ ანუ CrossFit-ის გარეშე და ზოგადად ვარჯიშის და მსგავსი ცხოვრების გარეშე უკვე ჩემთვის შეუძლებელია რა, რამდენჯერაც ეს 3-4 დღე გამიცდა რაღაც მსგავსი, უკვე ვფიქრობ, რომ მე რაღაც საკუთარ თავს ვკარგავ რა. ხო, თითქოს რაღაცა ნუ შენ სულ ამ იმაში იყავი და მე რაღაც ის შეგრძნება გამიჩნდა, რომ რაღაცა სპორტით თუ როგორ დაკავებული და არა ვარჯიშით რა, ჩვენც უკვე გაგვიჩნდა ეგეთ შეგრძნება შეეძლება. ნუ აი მაგასაც რო შევეხო, ეხლა ძალიან კარგი თემა წამოვიდა მაგ ხრივ. ივიკო, ესე ვთქვათ, ჩამოაყალიბა ფუნქციონალური ფედერაცია და პირველი ტურნირი ჩატარდა რამოდენიმე თვის წინ აქ საქართველოში ფუნქციონალური ტურნირი ჩატარდა პირველი FitTest. ხო, ივიკო ერგემლიძე. ხო, ვინც არის ის, ხო. პირველი რაღაც ტურნირი ჩამოაყალიბა, სადაც ნუ მისი დევიზი იყო ესეთი, რომ ანუ აი ეს ხალხი, ანუ მე პირდაპირ ჩემზე მივიღე ეს ყველაფერი, ის ხალხი, ვინც დაუშვათ ან რაღაც სპორტში იყო, პროფესიონალურში არ გამოუვიდა, ან რაღაცით იყო დაკავებული და ვერ აი ეს არის უკვე თქვენთვის შესაძლებლობა, რომ აი ვინც ფიქრობთ, რომ რაღაცა ფუნქციური ადამიანები ხართ და რაღაცა თქვენი შესაძლებლობები გინდათ რომ გამოცადოთ, შეგიძლიათ ამ ტურნირში რაღაცა მონაწილეობა მიიღოთ და იგრძნოთ, რომ ისევ რაღაც სპორტში ხარ და სპორტსმენები ხარ და ეს უკვე ალბათ მე აისახება სავარჯიშო პროცესიც უკვე იცი ამ ყველაფერს რატო აკეთებ და რის გამო რა, რომ მიდიხარ დარბაზში უკვე იცი, რომ რაღაცისთვის ემზადები და უბრალოდ არ ხდება ეს ყველაფერი რა, ანუ იმის გარდა რომ რაღაც მენტალურ და ასე ვთქვათ რაღაც დადებითი მხარეები აქვს, მაგას პლუს ემატება ის, რომ შენ შეგიძლია პროფესიონალურად მიუდგე ამ ყველაფერს და ეს რაღაც შედეგი გამოიტანო უკვე რაღაცა ტურნირზე რა, რის შესაძლებლობაც ივიკომ თვითონ მოგცა რა. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მისასალმებელია, რაც უფრო რაღაც მეტი ინიციატივა იქნება მსგავსი ტურნირებისკენ. ძალიან კარგად იმოქმედებს ზოგადად ფიტნესიც და რაღაც ფუნქციურ მხარეზეც და რაღაც მეტი ალბათ უფრო უნდა მოხდეს პროპაგანდა ამ ყველაფრის რა, რომ რაღაც ხალხი აქტიურად ჩაერთოს თვითონ დარბაზშიც და სავარჯიშო პროცესებშიც რა. ხო, რაღაცა ის გეხსნება მეორე დამატებითი რაღაც პერსონალით ქართულად როგორ იქნება, რომ თითქოს რაღაცა ახალი შენ ცხოვრებას რაღაც ახალი განზომილება ემატება, რომ იქაც და უფრო საინტერესო ხდება რა და ეს სპორტსმენობაც რო ვახსენეთ. კონცამ ისინი ახ გამოვიწერეთ ისა თიცე და სხვა ტეიპები რო არის, რომელიც შტანგის აწევის დროს გჭირდება, იმიტომ რომ ნუ ეს უკვე რაღაც აქსესუარებიც მე შემოდის. ვაი, კონცას ვლოგში, მე მგონი შემდეგში გექნება მაგის unboxing-ი, ხო, ჩამოვიდა უკვე. პლუს მე ხო მე ვიცი რომ უკვე ფეხსაცმელებიც და ფეხსაცმელებიც კონცამ უკვე იყიდა, მეც ვარჩევ უკვე ახალი რომ იყიდო სპეციალურად CrossFit-ისთვის და ნუ რაღაცა კიდე ბევრი ინვენტარი. პირველი შაიკარი რაც მიხარია რომ ანუ რადგან ანუ ჩემ გარშემო უკვე ამდენი ადამიანი ტრიალებს, ვისთანაც შევიტანე ესე ვთქვათ CrossFit-ი მაგაც ცხოვრებაში და ესე დადებითად აისახა რომ ანუ ალბათ რავი 10-15 ადამიანზე ვიცი უკვე რომ ანუ მოუწერიათ დაურეკიათ რომ აი ფეხსაცმელი ვიყიდე CrossFit-ის რა, ანუ აი იმდენად მიხარია ხოლმე რომ ესე იგი რაღაც განსთა მიჩნდება რომ ანუ სწორი მიმართულებით ვეცადე რომ შემეტანა მაგათ ცხოვრებაში CrossFit-ი, ზოგადად სპორტი და ფუნქციური ვარჯიშები, რომ მე უკვე რაღაც მსგავს რაღაც დეტალებში აისახება, რომ უკვე გადადიან იმის ფიქრზე, რომ უფრო რაღაც პროფესიონალურად შეხედონ ამ ყველაფერს და უკვე ეს ყველაფერი იწყება, ნუ აქსესუარებიდან, იწყება საკვები დანამატებიდან, იწყება რაღაც კვების რაციონის შეცვლიდან და მე ეს ყველაფერი უკვე მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. კი, იცვლება სოციალური ქსელების ფიდი.
და გავხსნიდი, საერთოდ სხვა რაღაცები იყო და ეხა არის ხოლმე ის შტანგისტები და კროსფიტერები და რაღაც ხდება და რაღაც ეგეთები. ეგეთი არის. მწვრთნელის მნიშვნელობაზე გადავიდეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორი მწვრთნელი შეგვხდება და ბევრჯერ მინახავს მაგალითად რომ რაღაცა შეგვხდება rilsi რომ რაღაცა რომელიღაცა სპორტული დარბაზი არეკლამებს რომ იქ აქვთ კროსფიტის ვარჯიში ან რაღაც ეგეთი მაღალი ინტენსივობის ვარჯიში და ვატყობ რომ იქ მწვრთნელი ძალიან უბრალოდ დგას და რაღაც რჩევებს აძლევს ადამიანს რა და მე რომ მინახავს შენთან როგორი არ ხდება ეს ვარჯიში თუნდაც ივიკოს ვახსენეთ იმის rilsებიდან შეგიძლია ნახო იქ რა ხდება ხვდები რომ საერთოდ სხვადასხვა რაღაცა არის და რა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელი რა მითითებებს გაძლევს ჯერ მწვრთნელის კომპეტენცია მაგრამ მეორე თვითონ როგორ არის ჩართული შენ ვარჯიში რა რამხელა ანუ ეგ мотиваცია იქ კიდე რაღაც დამატებით შეიძლება რაღაც 20% мотиваცია მოგცეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იცი რომ შენ ანუ ჩართულია შენ პროგრესში და შენ იმაში სწორად აკეთებ თუ არა და არა ის რომ მოშორებით დგას და გეუბნება რომ ხა ისაცია და ხა ის გადადი მეორე ვარჯიშზე ამის გარდა კიდე არის აი ბევრი სულ ცდილობ რაღაცა ახალი დეტალების შესწორებას რაღაცას ვარჯიში და სულ მესმის შენი ხმა და რაღაცა თან ასე ვთქვათ კიდე სწავლობ რაღაცებს რა თეორიასაც ასე ვთქვათ და გარდა იმისა რომ ადამიანს ეუბნები რომ აი ნუ გაისვენებ მეტს და მიდი აწია და მიდი გააკეთე და ასე შემდეგ. ხო ნუ პირველ რიგში ალბათ უნდა იყოს პირველ რიგში მწვრთნელი мотиваტორი. ნუ შენც იმ დღეს მახსოვს რაღაც თქვენ ვიდეოს გვანცას ვლოგსაც უყურე რომ აი უნდა ვნახო როგორი იქნება აბა ვარჯიში მწვრთნელის გარეშე რა. აი მე თვითონაც პირველად ივიკოსთან რო დავიწყე მაგის შეგრძნება იქ მივიღე რომ რამდენად ისეთი მუხტი აქვს და იცის გამხნევება ადამიანის, რაც ძალიან გჭირდება მაგ დროს. მე თვითონ იქ community, ანუ ეს საზოგადოება გვხდება, ვინც როგორც თქვი, ანუ ერთ ადამიანს ყველა გამხნევებს, ჩემთანაც ჯგუფზე, ანუ ვიდეოებს რო უყურებ ხოლმე, ვხედავ რომ ანუ არანორმალური სიტუაციაა რა, ერთი ადამიანი გახარდა მთელი ჯგუფი ესე თავზე კადგას და სანამ ბოლომდე არ გააკეთებ, არ გეშვებიან რა, გამხნევენ და ანუ თვითონ мотиваცია ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩემი აზრით რა, ანუ რაღაც ხშირად მსმენია მსგავსი რაღაცეები, რომ ადამიანი არ უნდა გამოიყვანო კომფორტის ზონიდან, შენ სანამ თვითონ არ გამოვა და ასე შემდეგ, რადგანაც რავი მე ვეწინააღმდეგი მაგ დამოკიდებულებას პირიქით ვფიქრობ, რომ ანუ მწვრთნელი იმისთვის ხარ და იმიტომ უნდა იყო პერსონალურთან ან რაღაც ჯგუფურ ვარჯიშებზე ისეთი მიდგომით უნდა იყო, რომ პირიქით შენის გამოიყვანო თავისი რაღაც კომფორტის ზონიდან, რომ რაღაცა თუ დაუშვათ შენ ხედავ რომ ამის შესაძლებლობა აქვს ამ ადამიანს და დაუშვათ პირობითად შენ გარეშე აკეთებს რაღაც 20 კილოთი, შენ თუ ხედავ რომ ის უბრალოდ არ იხარჯება აქ ბოლომდე და რაღაც უბრალოდ ხდება მოძრაობის შესრულება რაღაც დატვირთვის გარეშე შეგიძლია მიხვიდე და პირობითად 5-10 კილო დაუმატო და რაღაც მიმართულება მისცე რა, ანუ მწვრთნელი პირველ რიგში უნდა იყოს იმისთვის რომ мотиваცია მიცეს ადამიანს და რაღაც თავისი კომფორტის ზონიდან გამოიყვანოს რა. მეორე თემა არის ნუ გამოცდილება და კვალიფიკაცია რა, ანუ მე თვითონაც როგორც ვახსენე, ხო, ამ ჟანრში ასე ვთქვათ ამ ვარჯიშებზე არა კომპეტენტურ მწვრთნელს ბევრი შეუძლია დაშავება. ანუ პირიქით სხვა ისედაც რა ზაბრის პროგზით წაგიყვანოს შეიძლება. ისედაც ძალიან როგორც აღნიშნე, ტრამული არის კროსფიტი, ანუ იმიტომ რაღაც ისეთი მოძრაობები და წონები შემოდის, სადაც ისედაც ტრამვის რისკი არის ეს მწვრთნელი იქნება გამოცდილი ადამიანი თუ ვინც არ უნდა იყოს ძალიან დიდი ტრამვის რისკი არის. ამას ვახსენეთ ხო მინდა გამარტება გავაკეთო რომ შენ შეაშინოს ცოტა მსმენელი ამ ამბავმა, მაგრამ ასე ანუ აქ იგულისხმობა რომ ყველა ვარჯიში ტრამულია. ანუ ყველა სპორტი ტრამულია, არა მხოლოდ კროსფიტი რა, ანუ როგორც ყველაზე ბევრი ტრამა მიმიღია უბრალოდ ტრენაჟორთან ვარჯიშისას მიმიღია, უფრო ფეხბურთს თამაშობდი და რა ვიცი ხა როგორ ორი ისეთი მძიმე ოპერაციის გაკეთება მომიწია მოხსე რომ ახლა კროსფიტს ვარჯიშობ ამდენი ხანია და ანუ ახლა შედარება რო გავაკეთოთ, რავი, არაფერი არ მოწუხებს. ხო, ანუ აქ ის არის გულისხმობა რომ რაღაც საშინელ ტრამას მიიღებ. კი, ანუ არა, მცირე. კი, ნუ რაღაც მიკროტრამები. მიკროტრამები არის, ეს უკვე დამოკიდებულია, როგორც თქვი, მე აღდგენით პროცესებზე და თავს როგორული და რამდენად სწორად არის პროგრამა შედგენილი რა. მწვრთნელის გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მეც ახლა ამ ეტაპზე
კიდევ ვიზრდები და რაღაცა ვცდილობ რომ რაღაცა დეტალები დავხვეწო და სულ ვცდილობ რომ ამ ყველაფერში ჩართული ვიყო. მაგიტომაც იყო რომ ანუ ამ weightlifting-ს ცალკე მიმართულება მივეცი და დავიწყე შესაბამის კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად ვარჯიში, სადაც ყველა დეტალს გავასწორებდი, რომ მე ეს ყველაფერი ნუ ეხა შეიძლება ადამიანთან ვისაც საერთოდ გამოცდილება არ აქვს და დამწყებია ეს ყველა დეტალი არ დაგჭირდეს, მაგრამ რაღაცა ის დეტალები შეუსწორო, რაც მაქსიმალურად ტრამვის პრევენციას მოახდენს რა. ამიტომ მწვრთნელის გამოცდილებას ძალიან დიდი როლი აქვს CrossFit-შიც რა. პლუს ნუ კვალიფიკაცია, ნუ ლიცენზია, ასე ვთქვათ. კი, ნუ ხა CrossFit-ი არის როგორც აღნიშნე, კერძო კომპანია არის და ნუ არის რაღაც ლეველებით არის ეს ლიცენზიები და ნუ მე ვფიქრობ, რომ მაინც თუ CrossFit-ის მწვრთნელი ხარ, მაგაზეც უნდა იზრუნო, რომ რაღაც ლიცენზია აიღო ამ ყველაფრის რა. ხო, შენ რა ეტაპზე ხარ ამ მიმართულებით? მე ახლა ვაპირებ ამ ლიცენზიის აღებას, ალბათ ზამთრამდე ვფიქრობ. ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მივიღე, რომ ნუ აქამდე არ ვფიქრობდი, რომ CrossFit-ს რაღაც ესეთი აქტიური მიმართულებით გავყვებოდი, მაგრამ რომ მივხვდი უკვე რომ რაღაც პასუხისმგებლობები ავიღე, უკვე ხვდები, რომ ამ ყველაფერს უნდა მიმაგრებდეს ლიცენზიაც რა. ხო, როგორ ხდება ლიცენზიის აღება? ნუ რაღაც ონლაინაც ხდება, ერთხელ ვიცი რომ აქ ჩემპიონთა აკადემიაშიც იყო რაღაც ჩამოსულები იყვნენ, რადგან კერძო კომპანია არის, მხოლოდ ისინი გასცემენ ამ ლიცენზიას. და ნუ არის ლეველებით არის რა, level 1, level 2 და ნუ შესაბამისი მე რაღაცა. ხო, რაღაცა გამოცდა ცოდნის თუ აი კიდე თეორიულიც და პრაქტიკულიც რა ყველაფერი რა. ანუ პრაქტიკული რა მხრივ შენ თვითონ რაღაც ხოლმე ჩააბრო შენც რაღაცა. ხო, ნუ იქ რაღაცა მოძრაობების ახსნა და ასე შემდეგ და ნუ პრაქტიკული გამოცდა არის იქ. მაგრამ ეხა როგორც ვიცი, ონლაინაც ხდება ამ ყველაფრის გაკეთება რაღაცა მხოლოდ თეორიული რაღაცის ხარჯზე ხდება ამ გამოცდის ჩაბარება და ნუ წიგნით თვითონ რაც აქვს ძალიან დიდი ინფორმაცია არის შიგნით რა და ფიქრობ რომ ანუ ადამიანს რაღაც ისეთი სახელმძღვანელო აქვს გაკეთებული. კი და ძალიან დიდი ინფორმაცია არის შიგნით რა ამ ყველაფერზე რა. და ვფიქრობ რომ ალბათ ვასაც იქნება საუბრობთ ლიცენზია ხო? კი, როგორც ვიცი რაღაც წელიწადში ერთხელ გიწევს რაღაც კონკრეტული თანხის გადახდა რა. ხო და ნუ მე შეგიძლია თქვა რომ CrossFit-ის მწვრთნელი ხარ და ხო ნუ ოფიციალურად მე თვითონაც ხა სადაც დარბაზში მოღვაწეობ სპეციალურად რაღაც ისე ჯგუფს CrossFit-ი არ დავარქვი, იმიტომ რომ ჩემი ჯგუფის სახელწოდებას რაღაც განსხვავებული იყო, რაღაც Power Grid-ი დავარქვი სპეციალურად, იმიტომ რომ ავი იქ პასუხისმგებლობა არ ავიღე, ნუ პირველ რიგში ჩემთავთან, იქიდან გამომდინარე რომ რაღაც ლიცენზია არ მქონდა CrossFit-ის მწვრთნელობის, გადავწყვიტე რომ თავი ამერიდებინა და სხვა სახელწოდება დავარქვი რა, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივად კერძო კომპანია არის, ბრენდი არის და ვფიქრობ რომ თუ სახელწოდებას იყენებ ამ ყველაფრის, შესაბამისად ლიცენზირებულიც უნდა იყო რა. ხო. იქამდე ასე რომ თქვა ვერიდები მაგ ყველაფერს რა. ხო, ანუ ოფიციალური სახე რომ მივცე. ხო, ჩვენთან ყველაფერს ხან ფუნქციურ ვარჯიშებს ეძახიან, ხან მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები. ანუ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები ეს ჰიტსაც ეძახიან. ჰიტიც არის ხო, ჰიტი კიდე ცალკე როგორც CrossFit-ი ცალკე ტიპი არის და იქაც რაღაც თავისებური ვარჯიშებია თუ ის თლიანობაში მოიცავს. რაღაცა ის არის რაღაცა მოძრაობები, რაც ერთმანეთს ემთხვევა რა, მაგრამ როგორც ანუ იქაც ეს პროგრამა არის კონკრეტული როგორც ხო, იქაც ჩვეულებრივ პროგრამები იწერება და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ ვფიქრობ რომ CrossFit-ი პირველად მაღალი ინტენსიური არის. აქ უკვე თან ღერძი შემოდის და weightlifting-ი შემოდის და პლუს ანუ მოძრაობების რაღაც ტექნიკა განსხვავდება რა, როგორც თქვი რა, ანუ იქ თუ რაღაც ჩვეულებრივად ფულობს აკეთება, აქ რაღაც განსხვავებული გაქვს რა, აქ შედარებით უფრო მეტად ხდება ინერციის ხარჯზე მოძრაობების კეთება, ვიდრე დაუშვათ რაღაც სხვა ფუნქციურ მოძრაობებში რა. ხო, და ინერციას აქ არ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, იმიტომ რომ ხანდახან როგორია რაღაც წონას ვერ აწევ, სწორი ტექნიკის ხარჯს, რომ ინერციას ჩართავ, მე თურმე შეგიძლია გასავით მეტი აწიო, ვიდრე გეგონა რომ აწევდი ან გააკეთო ახლა მაღლა და გამოცდილებაშიც მინახავს ძალიან ბევრია ესე პრაქტიკაში ადამიანები, აი ვინც რაღაც ან წონით დიდი არიან, ან რაღაცა აქტიურად ვარჯიშობენ, რაღაც კუნთის მასა დიდი აქვთ, რაღაცა ალბათ ფიქრობენ, რომ შეიძლება ვიღაცას შეხედო CrossFit-ი იყოს დაკავებული, იყოს შეიძლება შენთან შედარებით შეიძლება გამხდარი იყოს, ნაკლები კუნთის მასით და იფიქრო, რომ ანუ ეს თუ აკეთებს, მეც გავაკეთებ, მაგრამ რეალურად რო დაიწყებ ვარჯიშს და რაც არ უნდა კუნთის მასა გქონდეს და დიდი იყო მასით, მიხვდები რომ რეალურად ტექნიკა ბევრად დიდ როლს თამაშობს ვიდრე ჯანი და რაღაცა ძალა
მე ხვდები ამ ყველაფერს თან მე პლუს შემოდის იქ ფეთქებადობა, შემოდის ბალანსი, კოორდინაცია და 1000 დეტალი რა. თუ ესე რომ ვთქვათ, ყველაზე დიდ როლს ალბათ ჩემი აზრით თამაშობს ტექნიკა და მეორე ალბათ ხასიათი რა ამ ყველაფრის რა. ეს ხოვობა რო არის სახსენე level 1, level 2, რა განსხვავებები არის ამაში? კვალიფიკაციები რა, ანუ როგორც რაღაც ფიტნეს სფეროში არის რომ რაღაც არის, აქ ვიცი რომ განათლების სამინისტროში მე მგონი 5 ლეველია მაქსიმუმ, იქაც ეგრე რა. level 1 ალბათ უფრო რაღაც თეორიული ცოდნა არის და ნუ level 2 მე უკვე იზრდება ეს ყველაფერი არის რაღაცა უკვე ამ ყველაფრის პრაქტიკაში გადატანა. ხო რა, რა თქმა უნდა, მაგას აქ მე არის level 2 და მე არის კიდე უკვე level 3 და level 4-იც არსებობს, იქ უკვე ზედა დონეზე ადის, სადაც უკვე პროფესიონალები ერთვებიან ამ ყველაფერში რა. კიდე შენ რაც ახსენე იყო რომ ეს განსაკუთრებული ის ყალიბდება ერთიანობის შეგრძნება კროსფიტის მოვარჯიშეებს შორის. რა იწვევს ამას? მარტო ის არა იმ დარბაზის მოვარჯიშეები, თითქოს აი რაღაცა სხვა დარბაზში რომ ვარჯიშობდეს ადამიანი, რომ გაიგებ რომ რაღაცა კროსფიტთან შეხება აქვს, ეგრევე ის ხდება თითქოს რაღაცა ნაცნობი უკვე. კი, ხო. ნუ რაღაცა მე თვითონაც ესე მსმენია ჩემი მეგობრისგან, რომელიც წასული იყო საზღვარგარეთ, ანუ აისეო, გარეთო მივდიოდიო, უბრალოდ ჩემი რაღაც აქსესუარებით ჩანთითო, აი ესე ხელი მომკიდესო და შემიყვანესო, რომ შენო ჩვენიანი ხარო, გეტყობაო რა, ანუ ისე არიან რაღაც სექტად არის ჩამოყალიბებული, რომ თითქოს ერთმანეთს ცნობენ რა. იგივე ანუ შტაბეშტილება კიდე რაც ხდება ხა ჩემთან დარბაზშიც რაღაც ვარჯიშის პროცესში გამიგია, რომ აი შორიდან ვინც გვიყურებს, დაუშვათ ამ ჩემ ჯგუფს ვინც უყურებდნენ, რომ აი ესე უთქვამთ, რომ ესენი ნორმალურები არ არიან რა, არ არიან დაალაგებულები და შემიმჩნევია, რომ ესე დარბაზში ვარჯიშის პროცესში, როცა ჯგუფი იწყებოდა, მთელი დარბაზი გაჩერებული იყო და რაღაც აღარც ვარჯიშობდნენ არაფერი და იყურებოდნენ, რომ რას ვაკეთებდით რა. ესე შორიდან ძალიან ისე ჩანს ეს ყველაფერი რა. ძალიან რთულად, მაგრამ მე ვინც შემოსულა და ამ ყველაფერს შეგრძნება უპოვნია, მე ხვდებიან, რომ რეალურად შესაძლებელია ეს ყველაფერი, უბრალოდ თავარი არის, რომ სწორი მიმართულება მიცი ამ ყველაფერს რა. ყველაზე დიდი პრობლემა კიდე რაც შემოდის, მანდ არის მე ego lifting-ი. ანუ ცუდი რაც არის, რომ ანუ თუ რაღაცა ფიტნესში და რაღაც იზოლირებულ ვარჯიშებში რაღაცა წონებს ეზიდებიან, მე გონიათ, რომ აქაც რო გადმოვლენ, შეუძლიათ, რომ აქაც რაღაც კონკრეტულ მოძრაობებში რა წონებთან თუ შენ დაუშვათ გიყურებს, რომ მასზე შედარებით ან მასიურად პატარა ხარ, ან რაღაც ნაკლები კუნთის მასა გაქვს, გონიათ, რომ შეუძლიათ, რომ შენზე მეტი აწიონა აქაც ან ასე შემდეგ, მაგრამ მე ეჯახებიან რეალობას, რომ არ არის არც კუნთის მასაზე და არაფერზე დამოკიდებული, ნუ არის, მაგრამ უფრო მეტად აქცენტი არის ტექნიკაზე, გამძლეობაზე და ასე შემდეგ რა რაღაც დეტალები რა ვთქვით, ეს იქნება ფეთქებადობა თუ სხვა დანარჩენი რა. ხო, და ნუ რა როგორი რთულიც არის და როგორი ასერთულებს გადაახვაც გიწევს სარგებელი შესაბამისად მოაქვს რა და ეს უბრალოდ ეს წვალება არ არის. სამაგიეროდ იმ ხელსარგებელი მოაქვს მე ვარჯიშის დარჩენ გარეთ ცხოვრებაში, ის 1 საათი ვარჯიში. რეალურად კვირაში აი ხამის გააზრებაც ისეთი ის არის რა, რომ კვირაში 3ჯერ ვივარჯიშო. ხანდახან შეიძლება ანუ 4ჯერ ვერ ქნა, იმიტომ რომ აღდგენაც გჭირდება. კი. და წამოდი გამოდის 7 დღეში სულ რაღაც 3 საათი ვარჯიშობ და რამხელა ეფექტს იძლევა. აი 3 საათი 7 დღის განმავლობაში რა. ნუ ხა იქიდან გამომდინარე, რომ მე დაუშვათ ჯგუფები ხა მქონდა კვირაში 3 დღე, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ რაღაც ინტენსივობა მაღალი მქონოდა ხოლმე ვარჯიშებზე, რომ რაღაცა პროგრესი მენახა, თორე ანუ ესე პროფესიონალური კროსფიტის დარბაზებში რო შეხვიდე, შეიძლება რომ საერთოდ არ შეხვდეს მაგხელა ინტენსივობა, რომ იქ უფრო ხშირად ვარჯიშობ, ანუ ესე რომ შეიძლება 5-6 დღე აქვს გამოყოფილი ვარჯიშისთვის. და რაღაც ანუ უფრო ისე მიყვებიან, ანუ ხვდები რომ რეალურად ყველა ვარჯიშზე მაინც და მაინც აი ძალიან მაღალი ინტენსივობა საჭირო არ არის რა. რაღაცა იქაც შემოდის მე თავისი ადეკვატური დავალებები, რის ხარჯზე შენ შეგიძლია ყოველ დღეც ივარჯიშო, უბრალოდ სწორი პროგრამი და სწორი აქცენტები გააკეთო რა. ხა თქვენ შემთხვევაში რადგან მე 3 დღე მქონდა, კვირაში 3 დღე ვარჯიშობდით და ჯგუფთანაც ეგრე მქონდა, ვცდილობდი რომ ინტენსივობა მაღალი მქონოდა, რომ აი ეს 7 დღის განმავლობაში რაღაც საკმარისად დავხარჯულიყავით რა.
თორე ესე ვინც პროფესიონალურად ვარჯიშობენ, ესე თითქმის ყოველდღე ვინც ვარჯიშობს, შეიძლება ესე სულ ესეთი მაღალი ინტენსივობა საერთოდ არ აქვთ რა. პირიქით რაღაცა ზომიერებას მაინც იცავენ რა, რადგან ყოველდღე უწევთ შეხება CrossFit-თან. ის თუ გამოცდილება ბავშვებში რაღაცა შეიძლება დაიწყოს. ეხლა რადგან მიმართულება მე ზოგადად მქონდა ხოლმე როგორც მარტო CrossFit-ი არ მქონდა სპორტსმენების ფიზმომზადება და ბავშვებთან შეხება ხშირად მიწევდა და იქ ესე შეიძლება CrossFit-ი არ შემეტანა, მაგრამ რაღაცა მოძრაობებს CrossFit-იდან მაინც ვიყენებდი რა ბავშვებთანაც. იქ შედარებით უკვე აქცენტს ვაკეთებდი მაინც საკუთარი სხეულით ვარჯიშებზე, რაც შეიძლება იყოს აზიდვა, შეიძლება იყოს სტატიკური ვარჯიშები, ეს იქნება ჩაჯდომა, შეიძლება იყოს ტურნიკი, რაღაც ან რეზინის ან რაღაცის დახმარებით და რაღაცა ეტაპობრივად რაღაცა ვარჯიშებს მაინც CrossFit-იდან ვიყენებდი რა, მაგრამ ესე რომ აი როგორც პროფესიონალურ CrossFit-ზე აქცენტი გამეკეთებინა, ეგრე მაინც ვერ იდებოდი რა ბავშვებში, იმიტომ რომ მან ვფიქრობ რომ ანუ სადაც ჩამოყალიბება ხდება სხეულის და ყველაფრის წესებიდან დაწყებული იოგები დამთავრებული მსგავსი ტიპის ვარჯიშებს მაინც უნდა მოერიდონ, სადაც წონა შემოდის რა. მაქსიმალურად უნდა ეცადონ რომ საკუთარი სხეული აითვისონ და ეს ყველაფერი მოხდეს ნაკლები ტრამვის და რაღაცის ხარჯზე რა. კარგი, მე მგონი რაღაცა გავაკეთეთ მიმოხილვა ესეთი რამე იყო, რაც შეიძლება გავამოხილოთ კიდე ყურადღება. ყურადღება რავი, ისეთი შეიძლება კიდე უთხრათ მაყურებელს ვიც რომ დავაინტერესოთ CrossFit-ით. ერთი არის მოწოდება კი, მაგრამ აი ინფორმაცია კიდე რა შეიძლება მივაწოდოთ. ერთი რაც არის რომ ვინც ესე რომ ვთქვათ, ეს ამ ყველაფრის გემო გაიგო, რავი, არ მინახავს ადამიანი, ვინც ამ ყველაფერმა არ ჩაითრია. მეორე ის არის რომ ანუ CrossFit-ი არ არის მარტო რაღაცა კონკრეტული რაღაცა ადამიანებისთვის, არის ყველასთვის საერთოდ და ყველა რაღაც მოძრაობის ვარიაცია შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეტაპობრივად მე შენ ამ ყველაფერში გაიზარდო და მეორე ალბათ კიდე ანუ მესამე იმ ადამიანებისთვის არის განსაკუთრებით, ვინც რაღაც თავის თავში, ანუ ფიტნესს ვერ პოულობს, ესე ვთქვათ, რაღაც იზოლირებულ ვარჯიშებს, აი ამით ვერ კმაყოფილდება, მაგათთვის აი როგორც შენ შემთხვევაში იყო, პირველად ეგ განცას უთხარი, რომ მეთქი აი რო უყურებ, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უფრო იპოვიდა თავის თავს, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი არის მსგავსი, ვისაც უყურებ, რომ რაღაცა აქტიურად ვარჯიშობენ, მაგრამ შედეგს ვერ ნახულობენ, შეიძლება მაგ ადამიანებისთვის უფრო გამოსადეგი იყოს CrossFit-ი რა. იმიტომ რომ ანუ აქ უკვე საერთოდ სხვა სირთულებთან გიწევს ჭიდაობა, საერთოდ სხვანაირად პოულობ შენ თავს, სხვა გადმოსახედიდან უყურებ შენ თავს, იმიტომ რომ ისეთი რაღაცების კეთება გიწევს, რაზეც შეიძლება რაღაც წინა დღეებში გეფიქრა, რომ ანუ ამას ვერ გავაკეთებ რა. რაღაცა ლიმიტები რაც შენ თავთან ქონდა დაწესებული, მაგ ლიმიტების გადალახვა გიწევს და რაც მე ეს ყველაფერი ისახება არა მარტო სავარჯიშო პროცესზე, ცხოვრებაშიც სულ სხვანაირად ვითარდება მე ყველაფერი და ცხოვრების ხარისხიც იცვლება რა. ანუ ეს არის ყველაფერი, რასაც საუბრობ ჩემი გამოცდილების ხარჯზე, რომ რამდენად შეცვალა ჩემი ცხოვრება კონკრეტულად CrossFit-მა რა. კი. ნამდვილად ეგრე არის, მე საკუთარ გამოცდილებას დაყრდნობით შემიძლია ვთქვა. ბოლო მაშინ პოდკასტის ტრადიციული შეკითხვა, რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი რა არის? ნუ აი შენთვის რა ხა ხოც მანდ არასწორი პასუხი რა. ყველა ადამიანს თავისი ისა გადმოსახედი და თავისი გამოცდილება. შეიძლება რა ერთ წელს მე შეგეცვალოს ეგ აზრი და ანუ ხა ჩემი ასაკიდან გამომდინარე რომ ვთქვა რომ ეხა ამ ეტაპზე ვიცი რა არის ცხოვრების აზრი, ცოტა ისეთი ხმამაღალი განაცხადი იქნება რა. ანუ ცხოვრების აზრი ის არის რომ ალბათ რაღაცა ყველა ადამიანს რაღაცა მიზანი უნდა კონდეს თავის ცხოვრებაში, ანუ ესე მიზნის გარეშე არ უნდა იყოს რა და მეორე რაც ეხა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დავაგროვე და ვნახე არის რომ რაც არ უნდა პრობლემები გადალახო და რაღაც არ გამოგივიდეს, რისთვისაც შეიძლება რაც ანუ საკმარისად იშრომო, მაგრამ მაინც არ გამოგივიდეს, ხელი არ უნდა ჩაიქნიო არაფერზე, მაინც უნდა ეძებო შენი თავი, რაღაც ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც ხდება, რაღაც მიზეზის გამო ხდება
და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რაც არ უნდა სირთულეების გადალახვა მოგვიწიოს, მაინც არ გავჩერდეთ და სადღაც ვიპოვოთ ჩვენი თავი რა. იმიტომ რომ ვიქცენი რომ ის ყველაფერი რაც გამოვიარე და რამხელა გამოცდილებას დამიგროვდა მაშინ იმ პერიოდში შეიძლება რაღაც გაბრაზებული ვიყავი და ვფიქრობდი რომ ანუ ესე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რაც დრო გადის ვაცნობიერებ რომ იმ ჩემი გამოცდილების ხარჯზე დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები მაგ ყველაფრით, იმიტომ რომ წინასწარ რომ გამოცდილი მაქვს ეს ყველაფერი, ვიცი მაგ ადამიანების შეგრძნებები და ყველაფერი რას გრძნობენ და ვცდილობ რომ გავუმარტივო რა. და ვფიქრობ რომ ის ყველაფერი და ის შრომა რაც მაშინ ჩავდე რაღაც სპორტული კარიერის დროს რაც უკვე რაღაც მოღვაწეობა დავიწყე როგორც მწვრთნელად ეს ყველაფერი მიფასდება ადამიანებთან რა. ხო. მაქინა გამომდინარე ვფიქრობ რომ ცხოვრების აზრი ის არის რომ რაღაცა მიზანი უნდა დავისახოთ და რაც არ უნდა დაბრკოლებებს შევხვდეთ ყველაფერში საერთოდ მაინც უნდა ვიცადოთ რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ და ბევრი ჩავარდნა იქნება ძალიან ბევრჯერ უკან დავიხევთ, მაგრამ მაინც ვეცადოთ, რომ მიმართულებას როცა რაღაცისკენ ავიღებთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ რა. და შრომა ყოველთვის ფასდება რა, ესე ვფიქრობ. ხო, თან შენი გამოცდილება რაც ახლა რაზეც თქვი, მეც რაღაც მიახლოებით ვიცი, იმიტომ რომ მე კალათბურთს თამაშობდი სკოლის პერიოდში და 16 წლამდე. და ნუ 16 წლამდე დარწმუნებული ვიყავი რომ კალათბურთელი ვიქნებოდი რა, ჩემი ცხოვრება ეგრე იქნებოდა რა და მე დავიჯახე რეალობას რომ იმ დონეს ვერ ვითამაშებდი რაც მინდოდა და უნდა შემეცვალა და მომეფიქრებინა ახალი რაღაცა რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში და ანძნელი გადასახარში არის რა ახალგაზრდა ასაკში რომ აი თან სპორტული დეპრესია განსაკუთრებით სულ განსხვავებული რაღაცა ისე ვფიქრობ რომ რეალურად ყველაფერს კი არა შენ თავს კარგავ ესე ვთქვა რა კი მეც ანუ 6 წლიდან მთელი ცხოვრება ჩემთვის იყო ფეხბურთი სხვა არაფერი არ ხდებოდა და დღემდე იხაც მომყვება ვერ ვიაზრებ ხოლმე რომ იქ ყველაფერი დამთავრდა ხანდახან მგონია რომ რაღაცა ისე ვარ რაღაც დროებით არის შეჩერებული მაინც მინდა არ მინდა დღემდე მომყვება და ნუ ალბათ ეს იყო ჩემი გამოსავალი ესე რომ ვთქვათ რატომაც CrossFit-ზე ესეთი დამოკიდებული გავხდი და მსგავსი ტიპის ვარჯიშზე რომ რაღაც იმის განცდას მაძლევს რომ დღესაც რაღაც სპორტსმენი ვარ დღესაც ისევ რაღაც რეჟიმში ვარ როგორც მაშინ ვიყავი და იმ ემოციებს რასაც უკვე ვეღარ ვხარჯავ, რასაც ვხარჯავდი სპორტული კარიერის დროს ეს ყველაფერი გადავიტანე თვითონ ამ სავარჯიშო პროცესში, რაც ალბათ ერთი-ორად მეხმარება, რომ ყოველდღე რაღაცაში პროგრესირდე რა. კარგი. იმედია დავაინტერესეთ მაყურებელი CrossFit-ით. იმედია მოგიწოდებთ რომ გამოცადეთ არინანებთ იპოვეთ სწორად შეარჩიეთ მწვრთნელი ისაც კვაშოსთან მოგინდებათ აღწერაში იქნება შენი ინსტაგრამი მითითებული და მოძებნეთ მწოდნე გამოცდილი მწვრთნელი უახლოესი დარბაზი სადაც იქნება და დაიწყეთ აუცილებლად ძალიან დადებითად შეცვლის ეს თქვენ ცხოვრებას და რაღაცა კიდე ახალ დამატებით განზომილებას მიცემს, რომელიც აქამდე შეიძლება არც გეგონათ, რომ შესაძლებელი იყო. მადლობა ძალიან დიდი. პირიქით წარმატებები. რიცენზიის აღება იქნება თუ რაღაც მომავალი ესა განვითარება როგორც მწვრთნელის. ჩვენი მხარდამჭერი იყო სოკარი. მადლობა რომ გვისმინეთ და შევხვდებით ერთ კვირაში. მადლობა შენ კიდევ. მადლობა პირიქით მოწვევისთვის. მეგონი იყო საქმე ესეთი ვიყავ.